მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. დღეს ხუთშაბათია, საღამოს 8:30 და ტრადიციულად საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების პირდაპირ ეთერშია გადაცემა პასუხობს მოძღვარი, მე მისი წამყვანი წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ლურჯი მონასტრის მღვდელმსახური მღვდელი გურამ გალობლიშვილი გახლავართ. თქვენ შეგიძლიათ დაგვირეკოთ ნომერზე 2-30-15-15 და ასევე საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების Facebook გვერდზე მოგწეროთ თქვენთვის სასურველი და საინტერესო კითხვები, რომელზეც ჩვენი სტუმარი გაგცემთ პასუხს და რომელიც გახლავთ ვაჟა-ფშაველაზე მდებარე წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის მღვდელმსახური მღვდელი გიორგი ბაზერაშვილი. მოგესალმებით, მამა გიორგი. ქრისტე აღდგა. ჭეშმარიტად აღდგა. ყველას უგოსო მაყურებლებს. დიდი მადლობა. ისე იგი სანამ Facebook-ი გააქტიურდება და სატელეფონო ზარების შემოვა, ჩვენმა მაყურებელმა დაგვიტოვა ასეთი კითხვა ჯადოს შესახებ, რომ ანუ არსებობს თუ არა ჯადო და მოქმედებს თუ არა ის მართლა ადამიანებზე და როგორ დავაღწიოთ თავი მის ზემოქმედებას. დიახ, ჯადოს რაც შეეხება, ჯადო ერთგვარი გამოვლინება ის დემონური სამყაროსი, რომელსაც თვითონ ადამიანები ნებსით უნებლიეთ ბრმად თუ შეგნებულად ხელს უწყობენ, ანუ მატერიალურად ცდილობენ რომ ამ დემონური სამყაროს ის კვეთება, რომელიც ხორციელდება თითოეულ ადამიანზე, ეს ადამიანები ნებსით ხელს უწყობენ. არიან ადამიანები, რომლებიც ამხელავ ძალებს ეხმარებიან. ამ საქმეში ეს საქმე, რა თქმა უნდა, ბოროტის საქმეა, ამას არანაირი გამართლება არ აქვს, რომელიც მოყვასის საზიანოთ არის მიმართული და ეს მოქმედებს, რა თქმა უნდა. ეკლესია ამბობს, რომ მოქმედებს, როგორც თვალი. იმიტომ რომ ჩვენ საკითხი შეიძლება ესე დავაყენოთ, ვიზე მოქმედებს, ეს არის მთავარი მნიშვნელოვანი, რომ ეკლესიის წიაღი, რომელიც მართლმადიდებელ თითოეულ ადამიანს იცავს ყოველი ბოროტი ძალისაგან, ბოროტი კვეთებისაგან, ეს არის ამ წიაღში მყოფობა აუცილებელი პირობაა, რომ ადამიანი იყოს. რომ ნებისმიერი ეს საეშმაკო მოქმედება, ეს ჯადოს სახით იქნება გამოვლენილი, ბევრ შემთხვევაში ბოროტი საერთოდ უხილავად მოქმედებს, იმიტომ რომ თვითონ უხილავის სამყაროს წარმომადგენელია. ღმერთთან შედარებით, რა თქმა უნდა, ხილულია და მატერიალურია, როგორც დოგმატურ ღვთისმეტყველებაშია გადმოცემული. მაგრამ რაც შეეხება მისი მოქმედება, მისი ასპარეზი ადამიანის ცნობიერებაში, ანუ ფარულად შევიდეს, ანუ ცოდვის მეშვეობით, რომ ადამიანი მართოს, ზემოქმედება მოიპოვოს ადამიანს. ამ ზემოქმედებას თუ წარმატებით მიაღწია ისე რომ თქვათ მატერიალური ნიშანიც არ ჭირდება მას, რომ ისე შეიძლება ადამიანის ზემოქმედების ქვეშ მოექცეს ბოროტის. იმ თავარი არის რომ ეს იქნება ჯადო თუ გინდას ჯადოს გარეშე ბოროტის სულის მოქმედება, თავარი ადამიანმა ეკლესიური ცხოვრებით, ანუ თავი დაიცვას. ეკლესია არის წიაღი, კიდევ ვამბობთ და ვიმეორებთ, სადაც ადამიანი იზმინდება, ცოდვას ებრძვის, რეალურად სიფხიზლეს იძენს და ეს არის ნათელი გონება, ისე რომ ვთქვათ, ფხიზელი გონება, როგორც წმინდა მამები უწოდებენ ამას, რომ იცავ ყოველგვარი ბოროტ აზრს, ბოროტ ფიქრს და ამაზე მუშაობს თითოეული მართლმადიდებელი. როცა მართლმადიდებელი ფაქტობრივად მისცემს საკუთარ თავს, ანუ უზრუნველ ცხოვრებას და ანუ სიფხიზლეს დაკარგავს, რა თქმა უნდა, მყისიერად ბოროტი ძალა იწყებს მოქმედებას. კვეთებას იწყებს ადამიანს. ხოლო რაც შეეხება ჯადო, ანუ უბრალოდ ეს მატერიალური გამოვლინება ადამიანები ამაზე უფრო ფრთხოებიან. რა თქმა უნდა, საფრთხეულოა ესეც და არის საგულისხმო დასაფიქრებელია, მაგრამ ეს არის უფრო ადამიანი, რომელიც თქვათ სულიერი ცხოვრებისკენ არ ეყურება, თქვათ ესეც ძალიან აშინებს, რომ ხედავს მატერიალურად საკუთარ სახლში თუ ნებისმიერ საცხოვრებელში, სადაც იმყოფება, ნახავს ამას და ეს შიში აფრთხობს ბუნებრივად და მოდის ეკლესიაში. ეკლესია შემოყავს ყოველთვის ეუნება, რომ გახდეს ამხსარებელი, ანუ საკუთარი ცოდვა შეინანოს, იმიტომ რომ ეკლესია მიუთითებს ცოდვის მეშვეობით ბოროტი, ანუ მასთან ამყარებს ურთიერთობას. ეს ურთიერთობა შეიძლება იმ ფორმამდეც მივიდეს, რომ ადამიანის ეშმაკეულის გამოვლინებები ჩვენ ვიცით ხარისხები. დიდ სახარებაშიც რომ ნახოთ, არაერთი ეშმაკეული მიიყვანის მაცხოვართან, ეშმაკი განდევნა. ამიტომ უღარ სცოდაო, რათა უძვირესი არ გეყოს. ანუ ფაქტობრივად ბოროტი ისიერად, ანუ ადამიანთან იწყებს ურთიერთობას, როდესაც ადამიანი ცოდვაში შედის. ჯადო, რასაც ქვია ესე რომ ვთქვათ, ჯადოს არსებობა დამოწმებულია კი აკეთებენ, მაგრამ ამ ჯადოს ხელს უწყობენ კიდევ ამბობ ადამიანები, რომლებიც მოყვასის მიმართ ბოროტს განიზრახავენ და ცდილობენ რომ უხილავი დემონური ძალები მოიხმონ.
ამ ჯადოს რა თქმა უნდა მოქმედება აქვს ადამიანს. კეთილი. მაყურებელია მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ ეთერში ხართ ისაუბრეთ. ალო. დიახ გისმენთ. გამარჯობა მამა გურამე. საღამოშვიდობისა. ორი საკითხი მაქვს. კი ბატონო. ერთი არის ქალბატონი ხმად ცნობმე. თეატრზე გავსხონა რაღაც განსხვავებული ხმა აქვს და მინდა მოვეკითხო, სად ხარ ქალბატონო დაკარგული? ალბათ მიხვდება თვითონვე და მეორე საკითხი ის არის, რომ აი ქუჩაში რომ მიდის ადამიანი ან ტრანსპორტში რო ავა. აი მე თქვათ ვიღაცამ ხელი გამკრა, ანუ ხეშად მომართა. პირდაპირ არ მეუბნები, არ ვადინებ, მაგრამ ცოტა თუ წავიდა, მოიცით რაღაც ცოტა ისიც ვიდინები რა. ოღონდ ჩემთვის, ვიცი რა ეს ძალიან ცუდია, ბევრჯერ აი როგორ ვთქვა, ვერ ვუბნები ჩემთავს, რომ ეს არ უნდა გააკეთო, არ შეიძლება, მაგრამ მაინც ეს ვაკეთებ და როგორ მოვიქცე. კეთილი, გმადლობთ ზარისთვის. დიახ. რა შეიძლება უთხრათ, ეს უბრალოდ დამაფიქრებელია მისი შინაგანი მდგომარეობის, იმიტომ რომ როდესაც ადამიანი შინაგანად გაღიზიანებას ატარებს, საკმარისია გარედან რაიმე მამოროუცირებელი რამე შეხვდეს ადამიანს, კიდაც ეს მისალმებით შეიძლება არ შეეხოს, მაგრამ ის როგორც თვითონ თვლის საჭიროდ, ანუ თავმოყარეობა დაიკმაყოფილოს ადამიანმა, ანუ თავმოყარეობის მნება ძალიან გაბატონებული ადამიანებში და როდესაც ის მისალმებაც ის მისალმების ჩარჩოში თუ არ იქნება, ესეც შეიძლება ისე გაღიზიანდეს ადამიანი და გამოვიდეს მდგომარეობიდან, რომ კიდევ ამოთ ყველანაირად დაკარგოს თავისი მდგომარეობა რეალურად ადამიანმა. ამიტომ ყურადღება მისაქცევია იმ ნებაზე, რასაც ქვია მრისხარება, გაღიზიანება, ეს შფოთი, ღელვა. ამ ღელვა შფოთს ბევრი რამე განაპირობებს. ამას ცოტა ღრმა აღსარება უნდა. გულწრფელი აღსარება უნდა მოწვლის წინაშე. ხშირი აღსარება უნდა, იმიტომ რომ სიმშვიდე აუცილებელია მოიპოვოს ადამიანმა. ეს სიმშვიდის არქონის შედეგია, როდესაც საკმარისია ადამიანი უბრალოდ შემთხვევით. ბუნებრივად ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში დღეს არ გვაქვს ისეთი ფუფუნება, რომ ჩვენ ახლა ახვიდე და მარტო შენთვის იყოს ყველაფერი ადგილი. ბევრ შემთხვევაში, როდესაც ესეთ გადატვირთული პერიოდია, სამუშაო რო სრულდება, გინდა არ გინდა შეგეხება უამრავი ადამიანი. და ამიტომ ამ შეხებისას ახლა ყოველ გაღიზიანებაზე ეს ჩანს, რომ ფაქტია, რომ შენ არასწორი მდგომარეობა გაქვს, ეს უნდა ითქვას მოძღვართან, ესეთი რაღაც მაღიზიანებს და ანუ მრისხანების ეს მნება რაღაცა ხარისხით არის ადამიანზე დაპატრონებული. აუცილებლად გულწრფელად აღსარებაში ნათქვამი და ამასთან ამ ყურადღებით ამასთან ბრძოლა, რა თქმა უნდა, წარმატებას ნახავს. რჩევა ის არის, რომ აუცილებლად გაიმარჯვებს ამაზე, თუ ამაზე იმუშავებს ადამიანი. ყურადღები და მიზანმიმართულად იმუშავებს. კი ბატონო. მაყურებელია ისე მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ ეთერში ხართ ისაუბრეთ. გასვით კითხვა ეთერში ხართ. გამარჯობა. საღამოშვიდობისა. იცით რა მეინტერესებს? დიახ. შეკითხვა მაქვს. ეს ადამიანი ჩემი თანამშრომლის მიმართ რაღაც შიში მაქვს. ანუ კარგი ადამიანია, არაფერს ნიშნავს, მაგრამ რაღაცა ის შიში მაქვს, რომ მიახლოვდება მეშინე, არ ვიცი რა, და როგორ უშველო ამ გზნობას. მადლობა ზარისთვის. ხო, შიშს რა შეეხება, ჩვენ როგორც მართლმადიდებელი მოძღვრება გადმოგცემს, შიში მრავალი სახის არსებობს. შიში ზოგადად დაცემის შემდგომ შემოვიდა ადამიანში, როდესაც დაუცემელ მდგომარეობაში შიში არ ქონდა ადამიანს. დაცემის შედეგია შიში. ამიტომ ის შიში რო განიდევნოს, აუცილებელია კიდევ ამბობ, რომ ადამიანმა იღვაწოს ეკლესიურად. სულიერი გარკვეული საფეხურები წარმატება უნდა ნახოს, იმიტომ რომ საღვთო სიყვარული განსდევნით შიშს, როგორც ივანე ღვთისმეტყველი ამბობს. სიყვარულს არა, ანუ სიყვარულთან არანაირი შიში, ყოველგვარ შიშს განდევნის სრული სიყვარული, როდესაც საფეხურებს ამბობს წმინდა ივანე ღვთისმეტყველი თავის ეპისტოლეში. ფაქტია, რომ ერთი რამეა, ღმერთს უნდა ევედროს, რომ სიყვარული ითხოვოს ღვთისაგან, რომელიც დაამშვიდებს, რომელიც ადამიანს თუ დღეს რაღაც შიშს გვრის, სულ სხვანაირად დაანახებს.
ეს ერთგვარი ესეც ფსიქოლოგიური შეიძლება თქვათ ესეთ ქვეცნობიერში იყოს ამ ადამიანში თავის ცხოვრების განმავლობაში რომ რაღაც აი მისი გამომეტყველების ადამიანი შეიძლება ბავშვობაში რაღაც შეშინებულა ანუ ესეთი აღნაგობის ადამიანთან რაღაცა შიშის ფაქტორი ყოფილა და იმის პარალელი ის მიმსგავსება ქვეცნობიერში არის დალექილი და როდესაც ხედავს ამ ადამიანს შეიძლება არაფერს არ უშავებს მაგრამ ზუსტად აი ის ქვეცნობიერში ის ცოცხლდება რაც ბავშვობაში აქვს მიღებული ესეც საგულისხმოა უბრალოდ ერთი რამეა რომ შინაგანად დამოკიდებულება რასაც მომჩენ რომ აი ღვთისგან ითხოვოს სიყვარული მოყვასის სიყვარული ითხოვოს და ეს მოყვასი არაც თუ შიშის მიზეზი იქნება არამედ როგორც კეთილის მყოფელი კეთილი გავაგრძელოთ Facebook კითხვები მარიამი წერს ესეთ კითხვას თანამედროვე კალენდრით მარხვის დაცვა ცოდვაო ანუ ახალი სტილით გულისხმობს საერო სტილით ალბათ თუ ცოდვაა რატომ უბრალოდ ყველაფერი 14 დღით არის გადმოწეული სწავლება ისევ ერთი და იგივეა მართლმადიდებლებზეა საუბარი თანამედროვე კალენდრით მარხვა უფრო მარტივიაო ხო, ყოველ შემთხვევაში ახლა შეიძლება თვითონ თვლის ესე საჭიროთ რომ მარტივია, მაგრამ რაკიღა საქართველოს მკვიდრია და საქართველოს სამოციქულო ეკლესია მოღვაწეობს საქართველოში. ამიტომ ეკლესიამ რომელი კალენდარიც აირჩია, თქვათ იულიუსის კალენდრით არის განწესებული მარხვა, სადღესასწაულო რიგი, მთელი ციკლი წლის მსახურებისა, აუცილებლად აი ამის მორჩილებაში უნდა იყოს და ამ კალენდრულ ციკლში უნდა ჩაერთოს, იმიტომ რომ სადაც ეკლესიამ განაწესა ზუსტად იქ ნახულობს ნაყოფს. ანუ ნაყოფი ესე რომ გავიგოთ თვითონ მარხვას რა თქმა უნდა ნაყოფი აქვს, მაგრამ მარხვაზე დიდი ნაყოფია ის მორჩილება, რომელსაც ეკლესიის მორჩილებაში შემოდის, მარხვის მეშვეობით. რომ ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, ღრმა მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ მარხვა ერთია რომ საჭმელისგან აღვიგრძელოთ თავს. კი, რა თქმა უნდა, ახლა შეიძლება ამბობს რომ თანამედროვე კალენდარზე რა მნიშვნელობა აქვს ინდა იულიუსის კალენდარზე. მარხვა ერთ სპეციფიკას უყურებს, მაგრამ თვითონ ეკლესიის წიაღში შემოდის მორჩილებით. და აი ეს ეკლესია რომ მარხულობს, ეკლესია რომ ავალდებულებს მარხვას, იმიტომ რომ ეკლესია იცავს, პასუხისმგებლობას იღებს. ეკლესიის მიერ იმიტომ რომ სხვადასხვა ეკლესიებში არის თანამედროვე, ანუ შერეული კალენდარი აქვს, საბერძნეთის მაგალითზე რო ავიღოთ. და იქ შეიძლება ჩვენთან თუ მარხვა, იქ შეიძლება უკვე მარხვა დასრულებული იყოს საერო კალენდრის მიხედვით. ანუ უძრავი დღესასწაულები აქვთ თანამედროვე კალენდარზე, საერო კალენდარზე გადატანილი, ხოლო მოძრავი დღესასწაულები აღდგომა ყველაფერი იულიუსის კალენდარზე, როგორც მთელი მართლმადიდებელი ეკლესიები მისდევს. ეკლესიები იქაც დავამოწმებ, რომ მთელი ერთი ეკლესია, მაგრამ სხვადასხვა გეოგრაფიულად სხვადასხვა მოღვაწე ეკლესიები. ხო და უმჯობესია რომ მისდიოს ადგილობრივი ეკლესიის განაწესს. კი ბატონო. არ ვიცი ერთი ქალბატონი ესე იგი მაქვს ასეთი ჩვევა აკვიატება თუ რა არის, არ ვიცი მთელი დღე რაღაცებს ვასწორებ სახლში, ვალაგებ და ხვდები რომ მთლიანად ამ საშინელ აკვიატებაზე ვარ. აღარ შემიძლია და მაქვს მაგალითად ლამაზი ტანსაცმლის ჩაცმის სურვილი და საშინაოდ გრძნობ შინაგანად თავს, რადგან ადრე ეს არ მაწუხებდაო. ხო, ეს ყოველ შემთხვევაში ეს ღელვის მიზეზი ბევრი რამე ხდება. თვითონ ადამიანმა ცოტა ღრმად უნდა დააკვირდეს საკუთარ თავს, რომ მეცადოს რომ ბევრი საქმე კი ერთდროულად არ აკეთოს. ერთი გააკეთოს ხარისხიანად და მშვიდად, ეცადოს რომ სიმშვიდით აკეთოს. აი ამაზეა სამუშაო. თავარი პრობლემა ამ ქალბატონის არის ღელვა. იმიტომ რომ როგორც წინა კითხვის ავტორმა რომ უფრო სწორად იმისინი კითხვის ავტორმა რომ ის აღელვებს და აწუხებს რომ თითოეული ადამიანი ეხება, ანუ ასევე ადამიანს აღიზიანებს ის, ანუ ფაქტია რომ ღელვა ადამიანს შესული, ეს ღელვა რო დააწყდეს კიდევ ამბობ რომ აუცილებელია რომ ქალბატონს ურჩევთ რომ დილის ლოცვა აღასრულოს. საღამოს ლოცვა რაც ეკლესიამ დაადგინა. ანუ ეს უფრო მიაქციოს ყურადღება ამ ლოცვის შინაარს. რადგან იმოქმედოს, გაცოცხლდეს ეს ლოცვა, მადლი შეიწინოს. ანუ მადლს ახასიათებს პირველ ყოვლისა ნაყოფი სიმშვიდე. მყუდროება.
რომელი მყუდროებას კიდევ ამბობ, შეიძლება ნებისმიერი არა მხოლოდ საკუთარი სახლის საქმეები იტვირთოს, ატვირთვინებს მთელი შეიძლება გარშემოყოფი მეზობლების სახლსაც დაეხმარება. უბრალოდ ერთი რამე იქნება სხვაობა, რომ სიმშვიდით მიუდგება ამ ყველაფერს. თავარი პრობლემა ამ ქალბატონის არავთუ ის, რომ რაკაბას იცმევს და რაღაცა იცმევდა, რაც ადრე მომწონდა, ეხლა არ მომწონს. ღელვა შევიდა და ღელვა კიდევ ამბობ, ესეთი შედეგია და ნაყოფია ცოდვიანობის. ყველა ცოდვილი ვართ, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ცოდვაში გამწმედელობის პროცესში უნდა ჩაერთოს. რომ სიმშვიდეს მყისიერად იძენს ადამიანი, ეს ღვთის ჯილდოა. საჩუქარია. აი ეს მშვიდობა ჭირდება ადამიანს. და მე რა თქმა უნდა ეს ღელვა დაცხრება. მეგობრებო. გავაგრძელოთ ჩვენი კითხვები. გიორგი გწერს რა დავუპირისპირო ნერვოზულ და დეპრესიულ მდგომარეობას ვიყავი ფსიქოლოგთან, მაგრამ შედეგი არ მაქვს. ისეთი როგორიც მინდოდა, მქონოდა. ისევ მაქვს აკვიატებული ფიქრები და აზრები, შფოთები და განგაშის და შიშის მდგომარეობა. ჩავიკეტე სახლში და ვეღარ გავდივარ გარეთ. მაქვს სოციალური ფობიაც. როგორ მოვიქცე, რას მირჩევ თუ არ 26 წლის. მაქვს ბევრი კომპლექსია. დიახ, გასწრებთ. ისევ ამასთან მივიდივართ ფაქტობრივად ბოლო კითხვების ავტორებმა ერთი და იგივე კითხვა დაისვა, იმიტომ რომ დღევანდელი ეს მძაფრად გამოვლენილი პრობლემაა. დღევანდელი ეს შიში, ვთქვათ, ეს დეპრესია, სასოწარკვეთილება, ეს მღელვარება, ჩაკეტილობა, ეს ყველაფერი ერთი რამისგან არის გამოწვეული. ამას უაღმსარებლობა იწევს ამას, როდესაც ადამიანი საკუთარ ცოდვას, ანუ არ ებრძვის, საკუთარ დაცემულ პრობლემებს მანგიარებებს, ჭეშმარიტად, ანუ ამის აღიარებაა საჭირო, გულწრფელი აღსარებაა საჭირო. აუცილებლად განიდევნება ეს შიში და ეს ჩაკეტილობა ადამიანისგან. იხსნება ადამიანი, იხსნება მთელი სოციუმისთვის. იმიტომ რომ თავისუფლდება ადამიანი. ის თავისუფლება აკლია ადამიანს, იმიტომ რომ როდესაც ცოდვა გონებას აბნელებს, მამები ამბობენ, მერე ფაქტობრივად ადამიანის ყველა მოქმედება არასწორ მიზანს იღებს და ძალიან სავალალო შედეგებამდე მიდის. მთავარია გონების განათლებულობა, ანუ სულის უმაღლესი ნაწილის, რომელიც აი თქვათ მაცხოვარი ამბობს, უკეთო თვალი შენი განმარტებულ ვარს, ყოველი გვამი შენი ნათელარს. აი ეს თვალის განმარტებაზე აქ საუბარი. თორე დანარჩენი ეს რიგი სიმპტომები, რაც დაასახელა, ეს არის ის, რომ აი გონების სიბნელეს მოყვება. აი ცოდვა, რომელიც იწევს ამ დაბნელებლობას, ხატის შებრალვას, რაც ადამიანს დაემართა. აი ადამიანს რა დაემართა, მოდი ესეთი პარალელი გავალოთ. როცა იყო ადამიანი, როცა სრულად არანაირი შიში არ იყო მასში, არანაირი კომპლექსი არ იყო, სირცხვილის გრძნობა არ იყო. და როდესაც დაეცა მყისიერად, აი ერთი ცოდვა შეცოდა შემოქმედის წინაშე, შემოქმედის მცნება არ დაიმარხა, ღვთის სიყვარულს უღალატა, ესე რომ ვთქვათ, მყისიერად დაბნელდა მისი ხატება, ანუ მისი გონითი ნაწილი. ამიტომ რა გააკეთა მე? წავიდა და ლეღვის ფურცლებს ეძებდა რაღაცა რომ შეემოსა. ანუ ღვთის ხმა შემოესმა და დაიწყო დამალვა. რასაც ეს მკითხველი კითხულობს, რა ვიმალები, ვერ გავდივარ სოციუმში. ფაქტია რომ მივდივართ, ცოდვას აქვს ეს სიმპტომები. მე ვისურვებ, რომ ღმერთმა დაალოცოს, რომ მოძღვრამდე მივიდეს უახლოეს მდებარე ტაძარში, მართლმადიდებელ ტაძარში, სადაც მართლმადიდებელი მღვდელი მოღვაწეობს, გულწრფელად ის აღსარება ჩააბაროს. შეიძლება თავიდანვე ყოვისმომცველი არ იყოს, მაგრამ ძირითადი რაც თვითონ ნამდვილად იცის, რომ სინდისზე სიმძიმედ აწევს, აი აღსარება თვითონ გაათავისუფლებს ამისაგან. კი ბატონო. ელისაბედი წერს, მოციქულთა საქმეები თუ შეიძლება დამჯდარმა წავიკითხო, თუ როგორც სახარებაო, ისე უნდა წავიკითხო ფეხზე მდგომაო. თუ ეხლა მანდ მოძღვარს რომისგანაც კურთხევა აიღო, უბრალოდ შეიძლება მაგ დაეკითხოს. უბრალოდ ერთი რამეა, როცა კანონად აქვს, თქვა დილის ლოცვასთან ერთად შეიძლება ერთი თავი უნდა წარმოთქვას სახარებიდან, ჯობია ფეხზე მდგომმა შეიასრულოს. მაგრამ არ არის აკრძალული, რომ შეუძლია მთელი წმინდა წერილიც წაიკითხოს დამჯდარმა. როცა გულწრფელად აინტერესებს ადამიანს და როცა აინტერესებს, თქვა გადმოცემული მოციქულთა საქმეები იქნება სასწაულები, მათი მოწყვრება, რომ მიიღოს ცოდნა, სულიერი ცოდნა და განათლება ადამიანს.
უბრალოდ როდესაც კანონი იქნება ერთი თავი, თქვა 60 გოლოსი თუ სახარების, უმჯობესია რომ ადამიანმა ლოცვის შემდგომ შეასრულოს და ეს შეიძლება მოიცავდეს 3-4 წუთს და შეუძლია ფეხზე შეასრულოს. ფეხზე თქვა. აყურებელია, მოვისმენთ კითხვა. გისმენთ ეთერში ხართ, დასვით კითხვა. ალო. დიახ, გისმენთ, ეთერში ხართ. ისა გამარჯობოთ. გამარჯობოთ. ერთი წეღან მაცხოვრის სიტყვები თქვით ისა სახარები და მაცხოვრის სიტყვები ისა თვალზე რო ამბობს ისა წეღან ამბობთ ორი წუთი. დიახ. ეს თვალი, სუფთა თვალის აი წეღან რო თქვი და თუ გავხსნით ორი წუთის დიახ. ეს გონება იგულისხმება ისა თვალის სიწმინდე აი ეს დიახ. კეთილი, გმადლობთ. დიახ, როგორც არაერთი განმარტებელი განმარტავს, აი სულის უმაღლეს ნაწილზე აქვს საუბარი, ესეთი გონითი ნაწილი. დიახ. ანუ ბერძნული ტერმინია პნევმატური ნაწილი, ანუ სადაც საღვთო ნათელი ივანებს ადამიანში, ანუ გონების თვალი, ეს ხატსაც ეძახიან, ანუ ეს მოაზროვნეობითი ნაწილი, სულის უმაღლეს ნაწილზეა საუბარი. ანუ თვალი, რომელიც თვალის ფაქტობრივად მთლიანად ანათებს მთლიან ადამიანის არსებას. ეს ფიზიკურ თვალზე არ არის. ფიზიკური თვალი უბრალოდ ორგანოა, რომლის საშუალებითაც ჩვენი სული შეიმეცნებს გარე სამყაროს. ამ თვალზე არ არის საუბარი. აი ფიზიოლოგიურად თანამედროვე თვალს. ეს არის სულის უმაღლესი ნაწილი, რომელ ნაწილზეაც აი ესეთი ხატონად ამბობს მაცხოვარი. უკეთო თვალი შენი განმარტებულ არს, ყოველი შენი გვამი ნათელ არს. ანუ თუ შენი თვალი ზოგადად განმარტებული, ანუ განსპეტაკებული, ანუ სულის უმაღლესი ნაწილი, ანუ წმინდა, ანუ ამ უმაღლეს ნაწილს თრგუნავს ცოდვა. ადამი რო დაეცა, ეს უმაღლესი ნაწილი ხატებრისებ რომ შეიქმნა, ეს შეიბღალა. სულის უმაღლესი ნაწილი. აი ეს შებრალული ნაწილი მაგალითად, როდესაც დაბნელებულია ეს თვალი, ნათლისღებისთვის იმიტომ შემოყავს ჩვენ ჩვილი, რომ ჩვილში ეს განიწმინდოს, მემკვიდრეობით არის გადმოცემული ეს დაზიანებული თვალი. დაზიანებული თვალი აქვს ყველას. გონის უმაღლესი ნაწილი სულის, რაზეც ჩვენ მოვიტანეთ სახარებიდან. აი ცოდვა ამას აზიანებს. და არის ცოდვები, თქვა სიმძიმე, ხო, ცოდვის ხარისხებიც არსებობს. შეიძლება მყისიერად დააბნელოს თვალი. აი დავით წინასწარმეტყველი ავიღოთ, ხო, ადამიანს თვალი ნათელი ქონდა, ეს სულის უმაღლესი ნაწილი, მისი მოღვაწეობის პირველი ნაწილი, მაგრამ რაღაცა პერიოდში, რაღაცა ცოდვა ისეთი მყისიერად ცოდვას მიხედა და ამ ცოდვას მისცა გასაქანი, გულის თქმა მიუდგა და შუა ცოდვა და ცოდვამ შუა სიკვდილი. პავლე მოციქულის სიტყვა გავიხსენოთ. ეს აი დავითზე ავიღო წმინდა წერილიდან, დავით წინასწარმეტყველს. აი ეს სულიერი თვალი დაბნელდა და მყისიერად ადამიანმა ისეთი საქმეები ჩაიდინა, რომ სრულიად დიამეტრულად განსხვავებული იყო. ვერაცნობიერებდა რას აკეთებდა. ბრუშობას კაცის კვლავ მოაყოლა და ასე შემდგომ. ისე რომ ეს დაბნელებულობა იქამდე იყო, სანამ წინასწარმეტყველი არ მევიდა ნათანი და ეუნება. თვითონ დაენახებინა, რომ სინანული ნათანს სინანულამდე მieყვანა. ღვთისმეშვეობით, რომ რამენაირად თვალი განათლდეს. თვალი რო მყისიერ თავის ნათლს დაიბრუნებს და ღმერთის მოწყალებით მიეცემა, ცოდვათა მიტევება, ანუ თვალი ბწყინდება. გაბწყინებულ თვალზე შენ გვამში ყველა ლაქას და ყველა პრობლემას ამჩნევ. შენი განვლილი დღეები და განვლილი ის პერიოდი, რაც მაგალითად გაიარე, დაბნელებულების პერიოდი, შენ დაინახავ, როგორი ცუდი ნაბიჯები გაქვს გადადგმული. მერე აცნობიერებ ადამიანი და მერე შედიხარ აღსარებით ცხოვრებაში. მთელი ცხოვრება სინანული მიყვება. იმიტომ რომ აი დადგა დროჟამი, რომ თვალი განათდა. აი ეს საღვთო ნათელი მოეფინა. ეკლესია ამისთვის ვლოცულობთ, რომ ანუ როგორც პავლე მოციქული ფილიპელებზე ამბობს, რომ მე ვლოცულობ დღენიადაკ, რომ თვალნი გონებისა თქვენისანი განათლდეს. ნახეთ რა შეუნება. ესე იგი ის თვალი თუ განათლდა ადამიანში, ადამიანი იწყებს სრულფასოვან ცხოვრებას. სრულფასოვანი, ანუ ეს არის სამნაწილედი, მსჯელობაში მამებს მოაქვთ, ეს არის სულის პნევმატური ნაწილი, გონითი ნაწილი, სამშვენველი და სხეული. სამივე ნაწილი უკვე სრული ადამიანური ყოფაში შემოდის. ანუ მივემსგავსებით ქრისტეს. ანუ ქრისტე სრული კაცი იყო, სრული ღმერთი იყო. როგორც სრულმა კაცმა გვიჩვენა. აი განმარტებული თვალი, იმიტომ თქვა. იმიტომ რომ როგორც ელვითა ისე გაანათლოს ლუკა მახარებელთან, თუ ეს თვალი ნათელია შენი გვამი სრულად ელვითა როგორც სანთელი ისე გაანათლოს. აი ამ თვალზეა და არა ფიზიკურ თვალზე რაც იგეთო. ანუ ყურთასმენას სახარებაში უნდა მივაქცევთ ჩვენ ყურადღება ბევრ ამას ფაქტია რომ აი ყრომონჯი განიგულა. აქ ამ მხოლოდ ამ ყურზე არ არის ფიზიკურზე.
ანუ სულიერ ურთასმენაზეა, იმიტომ რომ ყური გასხიათ, მაგრამ არ გესმით მაცხოვარი ამბობს. ფიზიკურად, ფიზიოლოგიურად ყური თავის ქმედებას აღასრულებს, მაგრამ ამას არ იყენებ ჯეროვნად, იმიტომ რომ სულს არ ინათლებ შენ. ამიტომ არის რომ თვალიც ჩვენ ამ ბოროტ თვალზე, იმიტომ ვამბობთ, რომ აი სულის უმაღლეს ნაწილზე ვლაპარაკობთ, გონითი ნაწილია. აი რასაც აი საფრთხო მადლს მოვიწევთ, ეს ეკლესიაში საიდუმლო აღესრულება. თორედ შეიძლება ცოდნა ყველაფერი შეიძინო გარშემო, თქვა, იცხოვრო ჩვეულებრივ რაღაცა იურიდიულად, ეთიკურად რაღაც ყველანაირი ნორმა აღასრულო, მაგრამ თვალი იყოს დაბნელებული. შენ საფრთხო, რომელიც მხოლოდ მაგ ნაწილში განიცდის ადამიანი ღვთისმოქმედებს, აი ღვთის ენერგიებს, რო აისახება, ამბობენ, ეს გონით ნაწილში აისახება, სულად ანათლებს ადამიანს. შეიძლება იაროს ადამიანმა ეკლესიაში, მაგრამ ის სულიერი თვალი არ აეხილოს, ხვდებით? ანუ ესე იგი არაჯევროვნად, ამიტომ მოძღვარი იმიტომ ჭირდება და მოძღვართან ღრმა ურთიერთობა, მიუხედავად ეკლესიაში დადის წლები. აი მამაო, რასაც ეკლესია საუბრობს ამ გონით ნაწილზე, აი საფრთხო განათლება, მადლმოსილება, ესე რომ ვთქვათ, გამწმენდელობა, სრულყოფილების, ეს საფეხურებს და მამები საუბრობენ. აი ეს განათლებისგან შორს ვარ გულწრფელად უნდა თქვას. აი ეს არის თვალის გამწყინება და განათლებულობა. კი ბატონო, მაყურებელია ისო და მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ ეთერში ხართ? კი, მამა, ჭეშმარიტად აღსდგა. დიდი მადლობა მოგზაურობისთვის და ძალიან საინტერესო საუბრისთვის. მამა, სანამდე კითხვას დაგისვამდეთ, მე არ შემიძლია ჩემი გულის ტკივილი არ გამოთქვა აი მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც ვიხილეთ ჩვენ ეგრეთ წოდებულ წარმოდგენასთან დაკავშირებით, აი მენანება თქვა სიტყვა თეატრი ან სპექტაკლი, იმიტომ რომ ამ სიტყვების ქვეშ იგულისხმება და ჩვენ წარმოგვიდგება ის დიდი ადამიანები, დიდი რეჟისორები, დიდი მსახიობები, დიდი მწერლები და ეს ჩვენ რაც ვიხილეთ, ეს არის დეგრადაციის ნაყოფი, მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია. მამაო, თქვენ ჩემზე უკეთესად იცით, რომ ბიბლიაში გვაქვს ჩვენ სოდომ გომორის მაგალითით, გვაქვს ნინეველთა მაგალითით და უფალი მე ჩემი მოსაზრებით, აი ასე მგონია მე, რომ გვიტოვებს არჩევანს, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ 17 მაისი მოდის და ვისთვისაც დედა ეკლესია და ჩვენი რწმენა გულია და გულში ატარებს. აი ჩვენ უნდა დავანახოთ ყველა ერთად ჩვენი სიდინჯით, ერთგულებით, ერთსულოვნებით, მშვიდობიანად თუ რამდენ ადამიანს გვადგინეს გული. ეს უნდა დაინახოს ქვეყნის შიგნითაც, მტერმაც და მოყარემაც და ქვეყნის გარეთაც. და ერთი რამე უნდა იცოდეს ყველამ, რომ საქართველოა ის ქვეყანა, ის კლდე, რომელზეც თვითონ უფალმა აშენა ეკლესია და რომელსაც ჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერება. და ისიც კარგად უნდა იცოდნენ, რომ ღმერთთან ომი ჯერ არავის ამ სამყაროში არავის არ მოუგია. ეხლა რაც შეეხება კითხვას. აი ასეთ ფონზე, მამაო, როგორ გავიგოთ, აი თუნდაც ის მოარული სიტყვები, რომ ეს ლოყაში რომ გაგარწავენ, ან აი ესეთი გულის ტკივილის დროს, არის ქრისტიანობა, აი როგორია სწორი აზროვნება, ქრისტიანული აზროვნება და როგორ უნდა მოიქცეს ჭეშმარიტი ქრისტიანი. ვისურვებდი, რომ მე ჩემთან დავიწყო, რომ მართლა ჭეშმარიტი ქრისტიანი ვიყო. საინტერესო ჩამოყალიბდა ქალბატონმა. მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ქრისტიანის ცხოვრება. ყოვლისმომცველი კითხვა, ახლა ქრისტიანობა როგორ გავიგოთ? ქრისტიანობა ცოტა ღრმა მნიშვნელობისაა და ძალიან ღრმა სიღრმეს ადარებს ქრისტიანობა. იმ ნიშნით, რომ რწმენა უნდა იყოს ქმედითი. რწმენა ის არ არის, რომ ჩვენ გვწამს ბიბლიაში რა წერია, რა თქმა უნდა, ამას ვიღებთ უპირობოდ ყველაფერი, მაგრამ რწმენა არის ქმედითი, ანუ შენ უნდა შეხვიდე ამ ქმედებაში. რწმენა არის, როდესაც ადამიანი აღასრულებს ქმედებაში. ქმედება რა არის? ღმერთთან ურთიერთობა. ღმერთთან ურთიერთობის უამრავი ღმერთმა ფორმა შემოგთავაზა წმინდა წერილის მეშვეობით მოვიდა, რომ აი ჩემთან, მე თქვენთან ურთიერთობა მინდა ამ ფორმით. აი ამ ფორმაში უნდა შემოვიდეს ადამიანი. ეს ფორმა არის რომ არა მხოლოდ იურიდიულად ჩვენ ცნებები აღვასრულოთ, არამედ ჩვენ რაღაც უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ. აქ ყველა მცნება შეიძლება ვერ აღასრულო და ბუნებრივია კაც ვერ ნახავთ, რომ ყველა მცნება აღასრულოს. აი რაც შენგან განათლებს, რომელიც შენ გულს შეეხება, რომელიც გაგაბრწყინებს შენ, აი ის უნდა, აი რასაც ქვია ღმერთს უნდა ადამიანი ჩაეჭიდოს.
აი ღმერთის შეგეხო და ღმერთთან ურთიერთობა არ დაკარგოს. აი ქრისტიანობა ცოტა სხვანაირად არის ბევრ შემთხვევაში ხოლმე საზოგადოებაში გაგებული, რომ აი მე წამს, აი ეკლესია ყველაფერს ეთანხმება, მაგრამ სარწმუნოება ქმედებაში არ არის მისი სარწმუნოება. აი ქმედება ის არის, რომ ეკლესიურობა ჩვენ რო ვეკითხებით ეკლესიაში დადიხარ, ანუ ჩვენ ვეუბნებით ჩვენი სარწმუნოება ცოცხალია, მოქმედებს შენში. ანუ ეს სარწმუნოება მოქმედება რას ვამბობთ? ჩვენ შემოქმედთან ურთიერთობის პროცესში ვართ. ამ პროცესში ხარ ვეკითხებით. აი როგორ მოვიქცეთ ეს ქალბატონი კითხულობს, ქრისტიანები როგორ უნდა მოიქცეს? ეს საინტერესოა ეს ქრისტიანები ვართ ჩვენ პროცესში. აი ჩვენ ზოგადად გაგებული ვართ, რომ ძირითადი ნაწილი ამ ქრისტიანებს იმით აღვიქვათ, რომ უამრავი ადამიანი მონათლულია, მაგრამ ნათლობა შესრულებული ამ ქმედებაში ნაკლებია მოსული. შეიძლება თითზე ჩამოვთვალოთ, ვინ არის ქმედებით მოსული. ნათლისღების აღთქმაში ვინ დაიწყო ცხოვრება? აი ეს არის საკითხი. თუ ჩვენ აი კიდევ ვამბობთ, როგორც მართალ ა ブラ ამთან საუბარია სოდომი და გომორი ახსენა ქალბატონმა. ოდესაც უნდა დაისაჯოს და ღმერთმა აუწყა ა ブラ ამს თავის კეთილ, ანუ როგორც კეთილ მორწმუნე ადამიანს არ დაუმალა და გადაწყვეტილი აქვს დასჯა სოდომისა და გომორის. ორი ანგელოზე უნდა მიავლინოს. მე არ დაგიმავლავ ა ブラ შენ იმ საქმეს, რაც ან გადაწყვეტილი მაქვს. ამიტომ მე გადავწყვიტე ეს, რომ მათი საქმეები ჩემამდე მოიწია, ბოროტი საქმეები, საუბარში ეუბნება. და ა ブラ ამი მაიცის, რომ თავისი ძმისშვილი იქ არის, ლოტი, რომელიც ღვთისმსახური ადამიანი, თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობს. აი აქ საინტერესო დიალოგია ა ブラ ამსა და ღმერთს შორის. აი ამას მივაქციოთ ყურადღება. რა დიალოგია, რომ ა ブラ ამი ეუბნება, რომ თუ 50 მართალი იქნება იმ ქალაქში, გადავარჩენ. ანუ ეს დიალოგი, ეს საუბარი, ესე რო ვთქვათ, საფრთხო ესე რო ვთქვა, მე კრეხელური ნიშნით არ ვამბობ, საფრთხო ვაჭრობა ესე რო ვთქვათ, აი ამას მამები უწოდებენ, ეს არის ლოცვა, ლოცვაში გახსნილია ა ブラ ამი, ღმერთთან ურთიერთობაშია. სანამ ეს ლოცვა მოქმედებს, აი მოქმედებს და 10 კაცამდე მიდის საუბარი და სრულდება, ესე იგი 10 მართალიც არ იყო ფაქტია. როცა ა ブラ ამს ა ブラ ამმა შეიძლება ეს არც იცოდა იმ ქალაქში, რომ ის 50 მართალიც არ იქნებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ ა ブラ ამს უკვირს, რომ არც 50 არ არის, იმიტომ რომ ღმერთთან საუბარი გრძელდება და ჩამოდის 10 ადამიანამდე. თუ კიდევ ვამბობთ, ჩვენს ქვეყანაში მართალის სარწმუნოების, აი ცოცხალის სარწმუნოების ნათლით მავალი ადამიანების სიმრავლე იქნება, დამიჯერეთ, რომ სულ სხვანაირი მდგომარეობა იქნება. ანუ ის ორი ქალაქი არ დაისჯებოდა, რომ 30 მართალი ყოფილიყო. კიდევ ვამბობთ, რომ ის ყველაფერი ჩვენ რასაც ვიმკით, აი ყველანაირი ეს ანომალიები, რაც არის, აი თქვათ ის თეატრის დადგმა, რომელიც აი უამრავი მკრეხელობა, რაც ეს ძალიან შეწუხებულია, რომელი ქრისტიანში არ შეწუხდება, რა თქმა უნდა. ეს არის, როგორ თქვათ, מחვილი, რომ დაგცემ სულში. როგორც დედაღვთისმშობლის სულში გაიარა מחვილმა ჯვარცმული მაცხოვარი, რომ ნახა თავისი ძე. ესევია ჩვენ სარწმუნოების შებრალვა. ანუ მკრეხელობა ეს ყველა ადამიანი, რა თქმა უნდა, ის ითრგუნება. ეს ფიქრობ ამას, რომ მთელმა სახელმწიფომაც უნდა მიაქციოს ყურადღება, იმიტომ რომ დიდი ნაწილი ითრგუნება რელიგიური გრძნობებზე შეურაცხყოფის მიტანაიერში. მიზანმარტო, მაგრამ მე უბრალოდ ვამოხილებ ყურადღებას ქრისტიანებმა როგორ უნდა ვიცხოვრო და როგორ მოვიქცეთ ამ სიტუაციებში. თავარია ჩვენი რა, როგორც მინდა მამები, რომ შენ იყავი მართალი. შენ ხარ ამ მაკროკოსმოსში, მცირე კოსმოსი. მიკროკოსმოსი. აი შენ გამოსწორდი და გარშემო ყველაფერი გამოსწორდება. სერაფიმ საროველი ამბობს, იცხოვნე თავი და ათასები ცხონდებიან შენს გარშემო. ანუ ფაქტია, რომ ჩემი სიწმინდე, დიახ, ჩემი სიწმინდე ძალიან ბევრ ამას დაამშვიდებს გარშემო. თუ ადამიანის მღელვარება და ადამიანის სიბოროტე ესე გადაედება და მთლიანად აღელვებს საზოგადოებას, აი ერთი საკამარის ერთმა ისეთი საქციელი ჩაიდინოს, რომ მღელვარება ეგრევე ვრცელდება. და წარმოიდგინეთ, როგორც ეზრა მღვდელმა იუდეველთა შორის. ანუ მთელი აღთქმა დაივიწყეს და უშუალო ქორწინებებში შევიდნენ. ეზრა მღვდელი გამოვიდა და რას აკეთებს? ერთი მართალი კაცი, მართალი მღვდელი. დავარდა მოედანზე, შუა ცენტრში ქალაქის და დაიწყო მოთქმა და ტირილი. ამ ტირილმა შეძლო საზოგადოება შეცვალა ეზრა მღვდელმა. თქვენს რომ ამ უშუალოებას დავტოვებთ, აი შენ მოგისმენთ. იმ აღთქმას დაუბრუნდებით ჩვენ. ეს კლასიკური მაგალითია. ანუ ქრისტიანებმა როგორ ვიცხოვროთ, ჩვენ ჯიღისცემა დაუწყია. დიახ. ანუ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, ამას მე მინდა ყურადღება მივაქციოთ. ისე არ არის, რომ ჩვენ დაუშვათ, რომ აი ქრისტიანები ვიბღალებით არ ამე, ჩვენ ქრისტიანობაზე ვისაუბროთ.
აი ამაზეა ხაზი-გასასმელი რა. რა თქმა უნდა, ყველაფერი შეიცვალა. 10 მართლისთვისაც კი დამიჯერეთ ხალხო, რომ ყველაფერი ღმერთი ყველაფერს მოაქვს. რა თქმა უნდა. ნამდვილად. გავაგრძელოთ ჩვენი კითხვები. ესეთი კითხვა არის ელისაბედი გწერს, რომ ესე რომ თქვაო, უფალმა გადაგიხადო სამაგიერო, ეს წყევლად ითვლებაო? დიახ. არ შეიძლება ეს ცუდი სურვილია და ღმერთი ამას სამაგიეროს არავის არ აქვს. ღმერთი ადამიანთა საცხოვნებლად მოვიდა, ყველას ცხონება წყურია. მე ერთ ფაქტს გავუსმენ ხა სახარებიდან მაინც მკითხვას ორი სიტყვით რომ არ უპასუხოთ, რომ იოანე და იაკობი მიდიან მოციქულები, ჩვენ ვიცით ძმები იყვნენ და ამბობენ, რომ გინდა სამარიტელებზე ცეცხლი მოვიხმოთ, როგორც ილიამ მოწყვიდა 50-ეული. ილია თესბიტელზე მეუთიდებენ, რომ რაკიღა სამარიაში შენ არ გიშვებენ და სამარიით უნდა გაევლო მაცხოვარს და სამარიეტელთა არ შეიწყნარეს, იოანე და იაკობი ეუნებიან მაცხოვარს. გნებავს რომ მოვიხმოთ ცეცხლი და როგორც ილიამ ყო, დავიწვას ეს ხალხი. ანუ შურის ძიებაზე აქვს საუბარი, როცა სრულად მაცხოვარი წმინდა ადამიანი, წმინდა მოძღვარი, ესე იმ მათი შეხედულებით არ გაატარეს. სრულად მართალი იყო მაცხოვარი, აქ არც იერიშით მიდიოდა, უნდა გაევლო ამ ბილიგზე, ამ ქალაქზე უნდა გაევლო. მაგრამ მაცხოვარი საინტერესო სიტყვას ეუბნება. თქვენ არ იცით რომელი სულისანი ხართ? ძეკაცის არა მოვიდა სჯად სოფლის, არამედ საცხოვნებლად. ჩვენ ვიცით ღვთისნება რა არის. აქ კარგად ჩანს. ხორჩესმულა ღმერთმა განაცხადა, მოციქულებთან განაცხადა ეს. ამიტომ ისინი გაჩერდნენ. ღმერთი შურის ძიებისა კი არ არის. ღმერთი არის მოწყალებისა, ჯერ მეორედ მოსულამდე წყალობით მოქმედებს ღმერთი. რა თქმა უნდა, თუ ღვთის სასჯელს ვამბობთ ჩვენ, ის სასჯელიც როგორც წყალობა ისე მოქმედებს ჩვენზე. ის რისხვაც როგორც წყალობა ისე მოქმედებს, ანუ თავარი მიზანი ადამიანის შემოქცევა. თუ ადამიანს უსურვებთ, რომ როგორც იკითხა ხომ, რომ აი ღმერთო შენ გადაუხადე, აქ ერთი განაზრახი და ერთი მოტივია. შენ ცუდად, ანუ შენეუნები ღმერთს, რომ ცუდად მოეკეცი. შენ გადაუხადე მას. აი მე ესე გული მომდის, იმ დროს მას ძალა არ ქონდა. რომ რაღაცა თვითონ ამოეყარა ჯავრი თორე კიდევ ამბობ თვითონაც ამას გაუსწორდება და უბრალოდ ადამიანი თვითონ არ მიეცა საშუალება და ღმერთს ხოვს ეს აღასრულებს ღმერთი ამას არ აღასრულებს აი თვითონ უფალმა თქვა რომ ილოცევდით მტერთა თქვენთათვის თუ მცნება ვიცით რომ მისთვის უნდა ვილოცოთ როგორ შეიძლება მას ცუდი ვუსურვოთ ღმერთო შენ გადაუხადე მას სამაგიერო რა სამაგიერო ჩვენ ანუ როგორც იმ ქალგამლატონმა იკითხა რომ ერთს რო შეუშვან მეორე ანუ ერთში რო გაგარყოს მეორე შევშვი რას ნიშნავს რომ ბოროტება გაგიკითა შენ სიკეთე დაუბრუნე ეს არის გამარჯვება ბოროტებაზე ადამიანმა თუ ცუდად მოექცა ამ ქალბატონს ღმერთო შენ კი არ გადაუხადე ღმერთო ის შეიწყალე წმინდა მამები ამბობენ და მე რემისი ლოცვით მე შემიწყალე ეს არის ფორმულა წმინდა მამების აი მონასტერში რო ძმებს მოუვიდოდათ რაიმე კონფლიქტი ყოფილა არაერთხელ შემთხვევა იმიტომ რომ ადამიანები ვართ ყველა ესეთი რაღაც გამწმენდელობის პერიოდს გადის და ვლინდება ხოლმე ესეთი ნაკლუანებები და მანკიერებები და თუ არ ვწდები ბარსანოფი დიც აქვს ესეთი რომ ერთი ძმა მეორე ძმაზე იყო რომ რაღაცა ესეთი ვერ იტევდა იმ წყენას უსამართლოდ მოქცევას მისას და ესე ილოცეო შენ ახლა პირდაპირ ნუ მიხარ ის იკითხა რომ აი უფალი რო ამბობს მიუტეო შენ ეგრევე არ ესეთი რამე უთხრა რომ ის ჯერ ვერ გაიგებს ამას ჯერ ილოცე რომ ღმერთო შეიწყალე გულწრფელად ილოცე შენი ძმისთვის შენ მრისხანება დაიოგო ჯერ ღმერთი შენ მრისხანებას უყურებს პავლე მოციქული ამბობს შენ მრისხანებაზე მზენ უდაჰვალს ისი არ დაიძინო რომ მრისხანებით არ დაიძინო შენ მრისხანება განიქარვე რამოდენიმე ეტაპი უნდა გაიარო და მე უნდა დაიწყო ლოცვა მოყვასისთვის და ამას იწირავს ღმერთი. ღმერთი ისე უშვებს, რომ ის ადამიანი მოვა და როგორ ჩაგეხუტება. ანუ ფაქტობრივად ის ყველა ეტაპი შენ სულიერი ეტაპები გაიარა ადამიანს. თორე ისე ბუნებრივია, ახლა მრისხანება აქვს და ღმერთისგან ითხოვს სასჯელს მასზე, რომ იხილოს. როგორ ისჩება მოყვასი და ღმერთი არ დაშის. ღმერთი უყურებს, რომ შენ ხარ ცოდვაში. იმას თავისი პრობლემა აქვს, რა თქმა უნდა. მაგრამ შენ არაქრისტიანულად იქცევ, ეს არაქრისტიანული მithkomაა. უბრალოდ ცოტა განვავრცეთ, რომ უფრო კარგად დავანახოთ ქალბატონს. მაყურებელია ისე მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ ეთერში ხართ. მოგესალმებით. საღამოშიდობის. ორი საკითხი მაქვს. ერთი მე ის თაობა ვარ, როცა წითელი კვერცხის ნაჭმჭი არავინ დაინახოსო, რომ ვაფრთხილებდნენ ბავშვობაში.
მაგრამ მადლობა ღმერთს მაინც დაუბრუნდით ეკლესიის წიაღს და ამონაწერის სახელმწიფო ლიტერატურა არ მქონდა ისეთი და არც იყო უწინ, მაგრამ ამონაწერი მოვიძია მას წინათ ჩემ ბლოკნოტში და რამდენად არის სწორად ამოწერილი აი ამის შეკითხვა მინდა. ჟულის კანონში წერია დედაკაცი მამაკაცის სამოსელში დაიწყევლოს და პირიქით. აი რამდენად არის ეს განმარტება სწორი და შემდეგი საკითხი არის ესეც საკითხული მაგდა აი ფიროსმანის ფოტოებშიც ჩანს სურათებში როგორ აქვს დედაკაცს თავსაფარი ნიკაბზე შემოხვეული და ბებია ჩემიც სულ ესე დადიოდა ნიკაბზე ქონდა თავსაფარი შემოხვეული. Tățărși modis, madloba ღმერთს რომ მოდის და მოვიდეს, მაგრამ მე ახლა ასაკი მადლებს უფლებას და ზოგჯერ ვეუბნები, როცა აქვთ გაშლილი თმები და რაღაცა უნდა ბანტივით გადაკრული, ვეუბნები რომ შვილო უნდა შეიკრა თმები ტაძარში, მაგრამ ასეთი შენიშვნის მიცემა მოძღვარს არ შეუძლია, რომ ან გადაგების დროს ან სადღაც ხომ უნდა ისწავლოს ადამიანმა. კი, მაქვს ერთი ბროშურა, როგორ უნდა იდგე ეკლესიაში, მაგრამ არის საკითხები და აი ასეთ თემებზე მაინტერესებდა. მადლობა. მადლობთ ზარისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა. რაც დღევანდელობა არის, რომ ყოველთვის ყველა ეპოქა გასათვალისწინებელია. ეპოქაში, სადაც თანამედროვე ის თაობა იბადება და სადაც ხდება ძირითადი ტენდენცია ჩაცმულობისა, უკვე თქვათ მაგალითად მანდილოსანი უკვე რომ თქვათ შარვალს ატარებს, როგორც ჯულის კანონშია, რომ ნუ ჩაისმევს მამაკაცის შესამოსს, ასევე მამაკაცი პირიქით, ანუ დედაკაცის შესამოსს. ისიც კონკრეტული პრობლემით იყო წარმოშობილი ჯულის. კონკრეტული პრობლემა იმ ეპოქისთვის ძალიან ეს უცხო იყო, ალბათ ეს ერთი შემთხვევა იყო, რომელიც უკვე აქტიურად დადგა იქ. არაერთი რამე ისეთი მასიური და ისეთი მასშტაბი პოვა ამან და დღევანდელ თანამედროვე ყოფაში, რომ რეალურად ჩვენ რომ მივიყვანოთ მისი ცნობიერება, რომ თქვათ მანდილოსანმა შესაფერისი, როგორც მანდილოსანს კაბა უნდა ემოსოს და თავის შებურული ქონდეს, აუცილებელია რაღაც ეტაპები გაიაროს ადამიანმა. რაღაცნაირად ადამიანს დავეხმაროთ ჯერ იმ პრობლემებში, რომ დავანახოთ, რომ ღმერთთან როგორი ბედნიერება. ანუ ჩვენ რო თავიდანვე ამ ტანსაცმელზე დავიწყოთ საუბარი, მიდგომა, მოძღვრებითი მიდგომა და მოძღვრის სამღვდელო მიდგომა, ვფიქრობთ ზოგადად აი ესეთი ძირითადად ესეთი მე ყველა მოძღვარზე არ ვამბობ, მაგრამ ვფიქრობთ რომ ჩვენ ადამიანი რაღაცა ეტაპამდე უნდა გავზარდოთ, რომ თვითონ გაუჩნდეს ამის მოთხოვნილება. გან ყველა ადამიანმა სხვათა შორის მიუხედავად თანამედროვე თაობა დღესაც რო შემოდის ტაძარში, იმან კი იცის ის გვეცნობიერად რომ ტაძარში კაბა უნდა ემოსოს. თქვათ ყოველ შემთხვევაში ეს მაიცის, მაგრამ რაღაცნაირად ზოგჯერ ესეთი გამოწევაც არის მათი მხრიდან ხოლმე. აი მოძღვარი რას მეტყვის ამაზე? ამაზე დამიწყებს თუ არა? მოძღვრისგან თუ ამაზე ჯერ პირველი ამაზე არ შეხვდება დაბრკოლებას, აი მოძღვარი მთავარია დიალოგი შედგეს. მთავარია აი მოძღვართან ურთიერთობა დაიწყოს ადამიანმა. აუცილებლად დადგება სიტუაცია, რომ თვითონ გაუჩნდება ამის მოთხოვნილება. თვითონ მთავარია თვითონ ეკლესიაში და მოძღვართან ურთიერთობაში დაინახოს როგორი ტკბილია ურთიერთობა და როგორ სივრცეში შემოვიდა. და ეს სივრცე ისეთი სრულყოფილია, აი სრულყოფილების სივრცე დავანახოთ ადამიანს. აი სრულყოფილებას თვითონ დაიწყებს, რომ ყველა ფორმა სრულყოფილებაში როგორ მოიყვანოს ადამიანმა. და თვითონ მოდება ერისკაცი რო ვიყავი, იყო რომ რაღაც ტენდენციებს მივყვებოდი, იმიტომ რომ ჯერ არ ვიცოდი ეს მეგონა სრულყოფილება. და როცა ეკლესიის წიაღში მოხდა რაღაც მადლობა ღვთისწყალობით, რომ აი მე დავინტერესდი და აი თავიდანვე განაესაგრძალვები დამხვდა, რაღაც აი თავიდანვე ის სიყვარული, ეს ეკლესიის ეს სრულყოფილება რომ დავინახე და ამ სრულყოფილების წიაღში უკვე ვცდილობდი რომ სრულყოფილების ფორმებიც კი უკვე სრულყოფილი შემეძინა. ეს ცოტა ესეთი ღრმა პროცესია, რომელიც ერთი ხელის მოსმით ხელაღებით ესე არ დაალაგდება. კარგი იქნება თუ ჩვენ დაუბრუნდებით ქალი შესამოსელში იქნება, იმიტომ რომ არაერთი ფსიქოლოგი საუბრობს როგორ ცუდად უარყოფითად აისახება ქალი, რომ უკვე მამაკაცის შესამოსლით დადის.
და აქაც უკვე ჩვენ ახლა შუალედს რას ვიკავებთ? განაუშვებთ რომ განამისაღებია რომ ქალმა შარვალით იაროს, მაგრამ აქ უკვე აქაც შუალედს ვეძიებთ რომ ის შარვალიც უკვე გამოწოვინო იქნება. თავარი უკვე იმას კი არ ვეუბნებით. ქალის შარვალებიც გამოვიდა. იმას კი არ ვეუბნებით რომ აი ხო ხტები რომ საერთოდ არ ჩაიწვა ვიცით რომ უკვე არ გვინდა რომ დავაფრთხოთ იმიტომ რომ სრულყოფილებამდე რაღაც აი გემო საფრთხო ნათელამდე და გემომდე უნდა რომ მოძღვარმა მიიყვანოს თორე ის გემოს გამხილველი ადამიანი დამიჯერეთ რომ უკვე თვითონ მოვა და შეგეკითხება ანუ როგორი ეს ფორმები სრულყოფილების ფორმები მამაო დამეხმარეთ აი ამ შემთხვევაში უკვე ველოდებით ამ ეტაპს ადამიანის რომ აქამდე მივიყვანოთ თორე თავიდან დამიჯერეთ ვერ გაიგებს მხოლოდ ეგონება ეკლესიური ცხოვრება შარვალზე და კაბაზე გადის ანუ აი მთავარია მე ამ ქალბატონს ვეთქვი რომ აქცენტი მე უბრალოდ ესე ვუყურებ ამას და ბევრი მოძღვარი მაგალითად ესე უყურებს ეს იმას ეკლესიის ხედვას მე პირადად ესე უყურებ მაგრამ ეკლესიის ხედვიდანაც ამოდივართ რომ ეკლესიის მთავარი პრინციპია რომ ჩვენ გარეგნულ ნიშნებით კი არ ვაფრთხობ პაისი ათონელი ამბობს სხვათა შორის რომ შეიძლება ვიღაცა გამოსწორება უნდოდეს სტიქაროსანს რომ ვიღაცა თქვა არასწორად აკეთებს მაგრამ რომ გაიქცეს შეიძლება ერთ კაცს დაეჯახოს სასანთლე წააქციოს ანუ იმ გამოსწორებამდე ბევრი რამე დააზიანოს ადამიანმა სიფრთხილე უნდა აი მე შეიძლება კაბაზე დაუწყო, მაგრამ ბევრი რამე დავაზიანო, ბევრი რამე გაუხსნელი დარჩეს მის სამყაროში. ამიტომ არის რომ აუცილებლად თვითონ უკვე ამ სრულყოფილების ფორმების ძიებას დაიწყებს და თუ ჩვენ გავზარდეთ საზოგადოება ესე დამიჯერეთ რომ უკვე თვითონ მიღებული გადაწყვეტილება ეს უკვე მყარია მტკიცია და ისე არ იქნება რომ აი ხო ხდებით რომ აი რაღაც მე უთხარი დღეს ჩემი ხათრით და პატივისცემით შეიძლება თქვა ერთი თვე ორი თვე მაგრამ გავაწლები რაღაცა პერიოდი ვერ ნახავ მოძღვარს და უკვე ისევ თავის იმას დაუბრუნდება უკვე ამისთვის აღარ იბრძოლებს თავარია თვითონ შეგნება მივიდეს საზოგადოების აი მე უბრალოდ ესეთ პასუხს გავწევ ქალბატონს ნამდვილად გეთანხმებით უბრალოდ ერთს ვიტყვი მამაო რომ აი ის გამომწვევი დღეს ის შარვალით შეიძლება ესეთი გამომწვევი იყოს რომ კიდევ ამბობ რომ ორმაგი დარტყმა მიაღენოს როგორც მამაკაცს და ასევე საზოგადოებას ყველაზე აისახება. ანუ საზოგადოებრივი როგორ ვთქვათ, ესეთი ფსიქოლოგიური ესეთი კვლევა, რომ აი გაღიზიანების, გამაღიზიანებელის მოცეთა ხდება, როგორ გითხრათ, იცი, აი როცა მეორე სქესი, ვთქვათ, რაღაც არის, რომ ჩაცმულობაში, იმ ვთქვათ, ადამიანის მოძრაობაში, იმ რას გამოაჩენს, რას არ გამოაჩენს, გამაღიზიანებელია, რომელიც ადამიანს ან მეორე სქესის მიმართ უჩდება გაღიზიანება, დომა და ასე შემდეგ. აი ის ნაწილებია, თავარია ისინი იყოს დაფარული, უკვე ის შარვალიც ისე არ იყოს გამაღიზიანებელი, რომ გამაღიზიანებლად იყოს ადამიანის, რომელიც ცოდვაში პოტენციურად შეიყვანს ადამიანს. აი თავარია ის შარვალიც უკვე ფორმა შეიძლება კაბის ფორმა ქონდეს, მაგრამ რეალურად შარვალი იყოს, ორტოდად იყოს ჩაკერილი მაგალითად, ხო? მაგრამ აი ჩვენ ვცდილობთ რომ ადამიანი იქამდე მოვიყვანოთ რომ საზოგადოება მაგამდე გავზარდოთ. ამას უპასუხებთ. კი ბატონო, გავაგრძელოთ ჩვენი კითხვები, როგორ შეიძლება იაყოვოს დავუმტკიცოთ რომ ქრისტე ღმერთია და რა შეიძლება მოვიმოქმედო, როცა ნათესავი იაყოველი გახდაო. რა არის იცით დამამტკიცებელი ახლა უბრალოდ ზედმეტი იქნება მტკიცება იმისა რომ იმდენი ფაქტია იესო ქრისტეს ღმერთობისა სახარებაში რომ თვითონ ადამიანი თუ იბრმავებს თვალს ეს თავისი პიროვნული არჩევანი თუ ადამიანს სურს რომ თვალი გაახელოს სახარებაში ყველგან მოწმობს რომ იესო ღმერთია მამაი ჩემი მოაქამომდე იქს და მეც ავიქმ ამას აი უფალის ღმერთობა სახარებაში ხო ანუ ყველა სასწაულს ახლავს რა მე შენ გეტყვი ყრმა ვაღზდებ ეს პირდაპირ ღმერთობაზე უსვებს მის ღმერთობაზე მეტყოლებს. ანუ როგორც ღმერთი ეუბნება, მე გეტყვი შენ, აღდე ყრმაო, მე გეტყვი შენ განიწმინდა კეთროვანს ეუბნება. განა იმას ეუბნება, რომ ღმერთო მოდი განწმინდე, მოდი აღადგინე. მე შენ გეტყვი. ეშმაკს ეუბნების განბედა ამისაგან უყარო შემოხვალ. ეს ყველა ხელმწიფება ადამიანისა არ არის. და თუ ეხლა შეგნებულად არ დაიბრმავებს თვალს, და დაინახოს, რომ იესო ღმერთია. ხო რომ საინტერესო ფაქტია დღეს იქამდე მივიდნენ რომ ამბობენ რომ აი ხო შვილია იესო მაგრამ ის ღმერთობას არ აღიარებ. დებით ეს არის მათთვის ის ლოდი შემოსრელი როგორც მაცხოვარი ლოდი რომელსაც დაეცემა შემოსრავს აი ფაქტობრივად ეს ლოდი დაიცეს ადამიანებმა რომლებიც აი იესოს ღმერთობაზე ფაქტობრივად ესეთი ჩრდილი შეაქვთ. მერტმა განუნათლოს თვალი. კეთილი. პაატ აქვს წერს, ესე იგი 10 წლამდე უმეცრებაში ჩადენილი ცოდები, რომლებიც დღეს მაწუხებსო და განვიცდი დიდობაშიცო. ეს ტვინვა, ურწმუნოება და ურჩობაო, როგორ მოვერიო ამ ფიქრებსო? არა,
რტვინა და ურჩობა არ არის. შეიძლება აღსარებაში ითქვას, ერთგზის ითქვას, რაც აწუხებს ბავშვობისა, თუ ღრმა კვალიდატობა, იმიტომ რომ საერთოდ ერთი რამეა საგულისხმო, რომ როდესაც ადამიანი პირველ ცოდვაში შედის, შეიძლება ღრმობის ასაკია, ცოდვაში შედის, შინაგანად მისიერად გრძნობს ეგრევე დაცემულობას. აი, ვისაც ჩვენ თავზე გამოგვიცდია, რომ რაღაც აკრძალული, რაც ვიცოდით, რაღაცა ზოგადად მშობლისგან და ის გავაკეთეთ, შინაგანად იმხელა ტკივილი მოვიდა და იმხელა რამ. აი, ეს პირველი ასახვა დაცემულობისა, მაგალითად თამბაქო საერთოდ არ მოუწევია და პირველი მოწება ეგრევე, აი, ადამიანს რო კითხო გამოცდილ ადამიანს, თუ დააგვერდება, აი, როგორც დიდი დაცემა ისე განვიცადე ეს რაღაცა უზნეო საქედელი რო ჩავიდნენ. ანუ თუ ის ბავშვობის 10 წლამდე მასზე იმოქმედა და მასზე მოახდინა ეს კვალიდატობა, აუცილებლად აღსარებაში უნდა თქვას. მაგრამ ის რომ ამაზე მერე და რტვინვა მოაყოლოს, არა, ღმერთის ყოვლად მოწყალებაშიც ის მტკიცე უნდა იყოს რგულწრფელად ნათქვამი. უბრალოდ იმ ცოდვას აღარ უნდა მიუტრიალდეს და არ უნდა დაუშვას, რომ ეს შესაძლებელია რომ ეს ვაკეთო. კეთილი. გიორგი გვწერს ესეთი კითხვა მაქვსო, მუშაობ ავტოსესხზეო, Facebook-ზე ვარეკლამებ და დაინტერესებულ პირებს ვამისამართებ სხვადასხვა ფილიალში. მე ბანკი და კომპანია მიხდის ხელფასს, მაგრამ რატომღაც ცუდად უზნობ თავს, როცა სხვა იხდის პროცენტს და ასეთი სისტემიდან მერიცხება ხელფასიო. ეხ მე ესე პირადად ურჩევ, რომ თუ შინაგანად, ანუ სინდისი ესე რომ თქვა ძველ ქართულად თანაგონებაა, როგორც მამები, ანუ შემგონებელია ჩვენი სინდისი. როცა სინდისი რაღაც ნიშნით დამძიმებულია და რაღაცა სინდისი რომ არ გაძლევს, გბოჭავს, შებოჭილი ხარ, ესეც ესეთი წითელ ხაზად და წითელ ესეთ შუქურად უნდა მიიღოს, რომ რაღაცნაირად შეიძლება გადალაგდეს სხვა სამსახურზე რა ესე. რაკიღა თვითონ ამის მიდგომა აქვს, ადამიანს თვითონ რო უკვე აწუხებს, ეს წუხელი უკვე ნიშანია, რომ რაღაცა თავისნეობრივ შინაგან ესე როგორც წყობას, ანუ არ ესადაგება და შეუსაბამოა. მაგრამ ზოგადად ვიტყვი, რომ რა თქმა უნდა, ეს პროცენტთან რო გვაქვს საკითხი ჩვენ პროცენტთან, ქრისტიანულად მიუღებელია. აი, სარგებლად რომ მისცემ, სარგებლად. დღეს კი ახლა არის ახლა დახვეწილი სამსახურები, რომელიც რაღაცა ნიშნით რაღაცა, მაგრამ იქაც ესეთი ლავირებაა, რომ იქაც აი მოყვასის სასარგებლო შეიძლება, იმ მცირე რაღაცა გააკეთო და არა ხო ხდები და მოყვასი მთლიანად გაწირო. აქაც ლავირებაა, რაღაცნაირად რომ გავიგოთ, რომ დღეს სისტემებია უკვე შექმნილი, რომ გინდა არ გინდა საზოგადოებას უხდება. მაგრამ თუ პიროვნულად უკვე სინდისი გიმძინს, როგორც აი წმინდა გიორგობის დღეს ესწაული იყო, ხო, რამოდენიმე დღე მას მყისერა დაუმძინეს სიმდის გამოვიდა და აღიარა რომ ეს ჩემთვის მიუღებელია რაღაცა თქვა ეს მიუღებელია უმალ მოვკვდები ვიდრე აი სურვილი ჩააქროთ რომელიც აი მე თავისუფლება ქრისტეში თავისუფლება თუ ეს სიმძიმეს გრძნობს რაღაცნაირად ღმერთი შეეწევა იქნებ რაღაცნაირად გადალაგდეს სხვა სამსახურზე რაღაც სხვა პროფილი ნაქვს კი ბატონო ტრანსპორტის დროს თუ შეიძლება ტრანსპორტში მოძრაობის დროსო პირის გადაწერაო ესეც ინდივიდუალურია თუ შინაგანად აი სთხოვს შინაგანი სურვილი აქვს რატომაც არ გადაიწეროს პირჯვარი კანდელი ღამით უნდა ჩავაქრო თუ სულ უნდა მენთოს ხატებთანო თინო გწერს კანდელი ესე მითითება არ არის მაგრამ კანდელი უმჯობესია ჩაუქრობელი კანდელი იყო ზოგადად ეკლესიაში და ან წმინდანების საფლავებთან ჩვენ ვიცით ისტორიულად საეკლესიო ისტორიაში რომ აი წმინდა მამის მაგალითად საფლავთან ჩაუქრობელი კანდელი დაკიდა თქვათ ესეთი გადმოცემა ამიტომ ჩვენ აი ეს მომენტები რო კათოლიციზებული გვაქვს ჩვენ გვინდა რომ წმინდა ხატების წინაშე უქრობი კანდელიც იყოს მაგრამ ესეც კიდევ ამბობ რომ გააჩნია სივრცე სიფრთხილე უნდა ამას რაღაცა ისეთი გარემო მოუწყოს რომ რაღაცა უსაფრთხოების ნორმებიც რაღაცნაირად გაითვალისწინოთ რა თქმა უნდა რწმენით უდგებით ამ საკითხს მაგრამ მეორე მხარეც არის რომ გავითვალისწინოთ რომ შეიძლება ლანგარზე დაიდგას ეს კანდელი რომ თქვათ გადმოვარდნილი ეს იქნება ნაპერწკალი იქნება თუ რა იქნება მაქსიმალურად ცოტა უსაფრთხოების ზომები შექმნა თორე მე პირადად ვიტყვი რომ მე უქრობი კანდელი მაქვს ანუ ხატების წინაშე სადაც თქვენ დილას საღამოს ლოცვა იქნება თუ ნებისმიერი პირადი კანონი იქნება ეს კანდელი ერთგვარი ჩვენი რწმენის ჩვენი აი ეს მგზნებარე ის მხურვალების გულმხურვალების ერთგვარი რაღაცა სიმბოლოა რა და ეს ყოველთვის აი ამ გულმხურვალებას გვახსენებს ჩვენ კანდელი კი ბატონო ლანა გწერს გარდამეცვალა დედა მოულოდნელად და მდგომარეობიდან ვერ გამოვდივარო ყველაზე მეტად დანაშაულის შეგრძნება მაწუხებს რომ მის გარეშე როგორ ვსუნთქავ ამ ქვეყანაზე მგონია ამის გამო ცუდი შვილი ვარო
ხომ საერთოდ არა მხოლოდ ლანას ყველა უახლოესი ადამიანი, ვისაც გარდაცვლია, ყველას დანაშაული გრძნობა მყისიერად მოდის, იმიტომ რომ ჩვენ თავში მე გადავხედავთ იმ განვლილ ცხოვრებას. ამ ადამიანთან რა შეგვეძლო, რა არ შეგვეძლო და ბევრ რაღაცას აღმოაჩენს ადამიანი, რომ ბევრ შემთხვევაში ჩვენ არ უფიქრდებით ხოლმე ერთმანეთს რაღაც მომენტში, ხან არ ვზოგავთ, არ ვითვალის მიუხედავად ოჯახის წევრები ვართ და როდესაც რეალურად ოჯახის წევრი დაგვეკლდება, ამის ხელმეორედ გადახედვა ხდება და იმდენ რამეს აღმოვაჩენთ ხოლმე ჩვენ, რომ ეს ხდება მიზეზი დიდი ტკივილისა და დიდი ესე რომ თქვა ურვისა და მე კიდევ ვამბობ რომ ამას ერთი რამეა ამით ესე ის იმ შეცდომებს ვერ გამოვასწორებთ რეალურად პიროვნულად იმ ადამიანთან რო აღვადგინოთ, მაგრამ შინაგანად უბრალოდ ამ ადამიანთან უკვე სულიერი ზრუნვა უნდა დაიწყოს. აი ეს დრო პერიოდი ამ ტკივილს გააღვიჩებს. რაღაცა პერიოდი გავა და ეს ტკივილი ნენელა დაიწყებს გასვლას. სრულად შეიძლება არ ჩაქრეს, იმიტომ რომ რამდენჯერაც ამ პიროვნებას იხსენებ შენ ოჯახის წევრს და მით უმეტეს მშობელს, ყოველთვის რაღაცა ტკივილის მომგვრელია, ის ურთიერთობის ის რაღაცა კონკრეტულ მომენტს რო გაიხსენებ და შენ გვერდში არ არის ადამიანი. მაგრამ კიდევ ვამბობ, რომ ის შევავსოთ, ის დანაკლისი ურთიერთობებში, ის მანკიერება, ესე რომ ვთქვათ, აი ის ჩვენგან რაც შეგვეძლო გაგვეკეთებინა და არ გავაკეთეთ. ანუ რაღაცა პასუხი შეიძლება თბილი მიგვეგო და რაღაცა უხეშად ვუპასუხეთ ჩვენ და გული ვატკინეთ, ის შეიძლება ახლა ღვთისადმი ლოცვით, ბედრებით. მის გვერდში დავდგეთ და მის ზრუნვა კვლავ გაგრძელდეს. ეს სითბოს ამ სახით ავანაზღაუროთ, იმიტომ რომ იგი შვებას ნახოს ის. კი ბატონო, მაყურებელია მოვისმინოთ. კითხვა გისმენთ, ეთერში ხართ ისაუბრეთ. დამლოთ ეს გადამეცალა ძალი, შვილის სოფი და ძალიან ხშირად ნახულობს სიზმარში, 5 თვეა რაც გარდაიცვალა. გახარებულს ხედავ უფრო, მაგრამ გონია რომ რამე ხომარი თხოს, ან ოჯახისთვის ხომარა შვილები და მეუღლე არ დედამისი იმდენად არ ნახულობს როგორც მე, იმიტომ რომ მე ძალიან ახლოს ვიყავი მის ავადმყოფობასთან. და რას მივჩევთ, როგორ ძალიან წუხდები, კვირაში ხან ორჯერ ნახულობს. სამწუხაროა ვიზიარებთ რძლის გარდაცვალ ძალი ხომ ძალი გარდაიცვალა და ღმერთმა აცხონოს სული მისი. ერთი უმთავრესი აქ ალბათონო რომ ყველა მიცვალებულს განსაკუთრებულად ლოცვა ჭირდება მამაო. არა მხოლოდ მიცვალებულს, პავლე მოციქული თვითონ ეპისტოლებში ითხოვს რომ ლოცვა ყავთ ჩემთვის მამანო. იმიტომ რომ ღმერთმა იქნებ გამიხსნას კიდევ ის. ანუ უნარი იმისა, რომ კიდე გადმოვცე იმას, რასაც მოვაწეობ მე. ანუ ლოცვა არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ ითხოვს მიცვალებული, ახლა ჩვენ სიზმარზე არ გვაქვს ახლა აქცენტი. ყველა შემთხვევაში ლოცვით უნდა თანადგომა ადამიანს. ღვთისადმი გულმხურვარე ლოცვა. ეს ლოცვა კიდე ვინც ლოცულობს, ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენი ლოცვა რაღაცა სიცოცხლე უნდა შეიძინოს. ლოცვა შეიძლება წლებივი ლოცვა და მკვდარი იყოს. არ გაცოცხლდეს ლოცვა. ანუ არის ზუსტად რომ ღმერთს უნდა ვებედროთ რომ ღმერთო აი ეს ურთიერთობა შედგეს ღმერთსა და თვითონ ლოცვალ შორის და ამ ლოცვაში შემოვიყვანოთ მიცვალებული. აი ეკლესია მაგალითად როცა მიცვალებულებს იხსენებს ლიტურგიაში ცდილობს რომ შემოიყვანოს ეს ადამიანები და გახადოს მოზიარე. აი ამ ურთიერთობისა შემოქმედან ურთიერთობა არის ყველაზე დიდი ტკივილი. ანუ ურთიერთობის არ ქონა უბრალოდ შენდობას ვიტყვი. შემოქმედან, როდესაც თავარი ადამიანი შეიქმნა შემოქმედან ურთიერთობისთვის. ადამიანი ბედნიერი იყო და ადამი ბედნიერი იყო, როცა ღმერთთან ურთიერთობა ქონდა. აი ურთიერთობის არ ქონა არის ტკივილი. და ურთიერთობა არის ჩვენ ლოცვა განიმარტება ერთ-ერთი განმარტების თანახმად ღმერთთან ურთიერთობაა და საუბარი. როცა ეს ჭირდება მიცვალებულს, თქვათ, ეხლა სიზმარი უბრალოდ ეს ძალიან ძვირფასი ადამიანი იყო მისთვის და რა არის იცით რომ ეს ადამიანი ახლად გარდაცვლილია და ეს ისეთი ძაფრი და ისეთი მათ მკვეთრად არის ასახული ადამიანის ცნობიერებაში, მის გულზე, მის ემოციაზე ეს პიროვნება, როგორ სიზმარშიც ანუ ეს როგორ ვთქვათ, გონებაში რჩება და აისახება სიზმარშიც აისახება და ეს წარმოსახვა უკვე პარალელს პოულობს და ძალიან ძაფრი ეს, იმიტომ დიდი სიყვარულის ნიშანი ამ ქალბატონს უყვარს მის ვის არ უყვარს თავისიანი ხომ, მაგრამ რა თქმა უნდა მასთან ურთიერთობა ღრმა ურთიერთობა და სითბო, ანუ ფაქტია რომ ასახვას პოებს სიზმარშიც ეს. უბრალოდ კიდევ ამ ლოცვაზე იმიტომ საუბრობ, რომ ვინმეს რაღაცა ლოცვა გონე როგორც რაღაცა შეასრულებს და ვითომ არაფერი, ეხლა ფაქტი ის რჩება, რომ მიცვალებული ვითომ იმას ვერაფერი ვერ გავუკეთო, ვერ ვხედავ და ამაში რჩება. აი ლოცვა შეიძლება ადამიანი გააცოცხლო, იმ ხელა სიცოცხლე შესწინო. არა მხოლოდ ფიზიკურ გაცოცხლებაზე არ ვამბობ.
აი ლოცვის სიცოცხლე შენ გაცოცხლდი ამ ლოცვაში და ადამიანის გააცოცხლო ამ ლოცვაში. ეს ძალიან საგულისხმოა. ილოცეთ მისთვის და ღმერთი დაგლოცავთ ამ სიყვარულისთვის. ნინო გწერ სულთმოფენობამდეო სულიწმინდა არ მოქმედებდაო? სულთმოფენობამდე სულიწმინდა როგორც საეკლესიო მთლიანი ტრადიცია, მამები, აი თქვა ჩვენ გადავხედოთ ძველი აღთქმის ეპოქას. სანამ ჩვენ ვიცით, რომ მაცხოვრის აღდგომიდან მე-50 დღეს სულიწმინდა იგი მამისაგან გამომავალი ძისა მიერ მოევლინა ამსოფლად. პიროვნულად, ანუ როგორ თქვა, მესამე ჰიპოსტასი. ყოვლადწმინდა სამების, რომელიც განუყოფელია მამასთან და ძესთან, პიროვნულად მოევლინა ქვეყანას სულიწმინდა. როგორც ძე ღმერთი განხორციელდა პიროვნულად ყოვლადწმინდა სამების მეორე ჰიპოსტასი, ანუ ჟამთა აღსასრულს, როგორც საეკლესიო ტერმინოლოგიაშია ჟამთა, კონკრეტულ ჟამს, ჟამთა აღსასრულს, რომ ის იყო დრო, ჟამი, პერიოდი, გრიგოლ ნოსელის თანახმად, როცა ზუსტად ის ჟამი იყო, ყველანაირი უკეთურების სრული გამოვლინება იყო და ქრისტე მაშინ მოევლინა ჟამთა აღსასრულს, აი ეს ჟამი რო იყო და სულიწმინდა ზუსტად იმ ჟამს მოევლინა, როცა როგორც მამის აღთქმა მიიღეთ, ანუ დასხედით რა ქორსამასედა და მიიღეთ მამისა ჩემისაგან აღთქმული და სული ზეცით შეიმოსოთ, ძალი მაღლით შეიმოსოთ, იესო ეუბნება თავის მოციქულებს. ეს არის სრული, ანუ გამოვლინება მზად იყვნენ, რომ სულიწმინდა უხვად შეეწყნარებინათ, იმიტომ რომ მაცხოვრის ჯვარცმა ამ ქვეყნიური მოღვაწეობა აღდგომა ადამიანის ბუნება გაანაახლა და განახლებული ბუნება, როგორც წეგან ჩვენ თუ ამ გადაცემას უყურებთ და ქალბატონი მკითხველი უფრო სწორად, არ ვიცი ვინც არის ავტორი, ჩვენ საუბრობდით ანუ თვალის განათლებულობაზე. და ის თვალის განათლებულობა აი ეს ბუნება აღადგინა და მიანიჭა უნარი თვალის განათლებულობის. ანუ სულიწმინდა რა არის? სულიწმინდას უკვე აღიქვავს, როცა ადამიანი მაგალითად გამოხსნილია. მაცხოვარმა გამოხსნა აღასრულა. მანამდე უნარი არ ქონდა ადამიანს, რომ სულიწმინდა უხვად შეემეცნებინა. სულიწმინდა მოქმედებდა. სულიწმინდაში შექმნა მამა ღმერთმა ძის მიერ სულიწმინდაში შექმნა, ეს არის ფორმულა წმინდა მამათა, როგორ შეიქმნა მთელი ქვეყნიერება და ადამიანი. და უბრალოდ რა არის სულიწმინდა მოქმედებდა, მაგრამ მოქმედების გამცდელი უნარო იყო. ადამიანი იყო უნარო ამისი. ის წინასწარმეტყველები და მართლები, მოსე წინასწარმეტყველზე ავიღოთ. ის მაქსიმალურად თავისი ღვთისმოყვარეობით და ღვთისმორჩილებით და თვინიერებით სიმშვიდით იყო გამცდელი სულიწმინდისა, მაგრამ იმ სიუხვით არა, როგორც სიუხვითაც მოციქულებს მოევლინათ, იმიტომ რომ მოციქულების უკვე ბუნება უკვე სხვა იყო, ვიდრე მოსე წინასწარმეტყველის. ადამიანური ბუნება ზეცად აღიყვანა მაცხოვარმა, უყურეთ ამაღლება მოახდინა. აი პერიოდები ძალიან მნიშვნელოვანია. აი დავანახოთ სულიწმინდა როგორ მოქმედებდა. სულიწმინდა ყოველთვის მოქმედებდა, მაგრამ მღები არ იყო, უუნარო იყო. აი როგორც მაგალითად ადამიანი როცა მოუნათლავია, არ აქვს უნარი სულიწმინდა აღიქვას. ხვდებით? აი როცა მაგალითად ბავშვია და ეხლა სად მოზრდილის თვალი, ეხლა ძლიერ განათებაშია და პატარა ბავშვს თვალს ჩინის წაართმევს. ძლიერი განათება რომ მიათან თვალის ჩინს ეგრევე წაართმევს. ასევე თვალის ჩინი უნარო იყო, ძლიერი არ იყო თვალი. ეს თვალი გონითი ნაწილი როგორც იმ პიროვნება მიღა, ეს გონითი ნაწილი იყო უნარო და ეს განკურნა მაცხოვრმა თავისი შობით, თავისი მოღვაწეობით, ქადაგებით, თავისი სწავლებით, თავისი ჯვარცმით, დაფულით, აღდგომით და ამაღლებით ადამიანური ბუნება განკურნა. უნარი მიანიჭა, რომ სულიწმინდა, ყოვლადწმინდა სამების მესამე ჰიპოსტასი, რომელიც პიროვნულად მოევლინებოდა, ამის გამცდელები ყოფილიყო. აი, მოციქულებს ეს სულიწმინდა გარდა მოვიდა. ანუ უკვე აღივსნენ და მერე მიხვდნენ. ან მაცხოვარმა უთხრა, თქვენ მიხვდებით. რას გეუნებოდით, თქვენ მიხვდებით სულიწმინდამ გასწავლოს თქვენ. ანუ ესე იგი უნარი არ ქონდათ. მაცხოვრის სულ ეუნებოდა, რომ თქვენ აღარ ძალგით დატევათ, მე რას გელაპარაკებთ. ანუ უნარი არ ქონდათ. აი ეს უნარი დაუბრუნდა და ამიტომ მადლიერნი არიან დღესაც მოციქულები, ყველა წმინდანი ამ მადლიერებას დაუდუმებლად უგალობენ, იმიტომ რომ აი რამხელა რამ აღასრულა ქრისტემ. ბუნება განკურნა, რომელმა ბუნებაც უნარი შეეძინა, რომ სულიწმინდა, ყოვლადწმინდა სამების მადლი და ბრწყინვალება აღიქვა. აი ეს ამას უპასუხებთ. კი ბატონო, აკაკი გწერს რა აზრის ხართო ციფრულ ფულზეო?
მე ახლა პიროვნულად ახლა ეს საკითხი რაღაც ესეთი არ მემიქცევია ყურადღება. Რა თქმა უნდა გამიგია და ეს აქტუალური საკითხი, როცა ახლა ქალაქის პირობებში ცხოვრობთ. მაგრამ რა გითხრათ, რა დადებითი და უარყოფითი მხარეები მოყვება, ამას ზუსტად ვერ გეტყვით აქედან ახლა. არ ვიქნები კომპეტენტური ახლა ვისაუბრო ამას. კეთილი მამაო. ესეთი ანუკა გვწერს სულიწმიდა მოვიდეს ჩვენზე და ძალი მაღლისა ფარვიდეს ჩვენ. ამაღლებამდე რომ წარმოვთქვა ჩემთვის გულში ეს სიტყვები ხომ შეიძლება? კი, რა თქმა უნდა. ნებისმიერ დროს რა თქმა უნდა. ეს ახარებიდან არის, როცა მთავარანგელოზი გაბრიელი ახარებს დედა ღვთისმშობელს. სულიწმინდა მოვიდეს შენზე და ძალი მაღლისა ფარვიდეს შენ. როდესაც მაცხოვრის შობაზე, ხორცელ შობაზეა ხარება დედა ღვთისმშობლის მიმართ. ეს სულსაც შეუძლია წარმოთქვას. გიყვარდეს მტერი შენი გვეუბნება სახარება და ვინ იგულისხმება ან მტერშიო? ჩემი აზრით, მხოლოდ სამშობლოს მტერი არ მოიაზრებაო. გიყვარდეს მტერი შენი, ვისაც მტრად თვლი. აი მის სიყვარულზე გვეუბნება უფალი. ესეც ერთგვარი ახლა ჭენთ ზემოთ ვისაუბრეთ, რომ ესეც მდგომარეობაა. ესე იოლი არ არის ადამიანმა, რომ ეგრევე ავდგე და მამა ურთულია. რა თქმა უნდა დავეთანხმები. ამას უნდა ერთგვარი ღვაწლი, ერთგვარი შრომა და ერთგვარი ყურადღება. როცა უფალი უყურებს, რომ ადამიანს მეცადინეობს იმაში, რომ ტრობა კი აღარ ქონდეს მასთან. სიყვარული, ანუ განწყობებს იქმნის. ანუ პირველი შენ თავში ესეთი ფსიქოლოგიური მხარეც არის, აი განწყობის თეორია არსებობს, ხო, ჩვენ რაღაც ადამიანი, თქვათ, ძალიან უჭირს თქვათ მისვლა რაღაც განწყობებს იქმნის, ბევრი რაღაც ესეთი უზნაძის თეორია, განწყობის თეორია, ხო? აი, როდესაც განწყობას ხდება, ხედავს უფალი, რომ მისი მცნება შენთვის ძვირფასია და უფალო შემეწია, რომ აი, შენი მცნება, ჩემ გავაცოცხლო ეს. ანუ ეს ადამიანი მტერი ჩემი შევიყვანო, აი ამ აქედან იწყება ღვაწლი ადამიანის. და სამხთო ნუგეში იმხელა და შეწევნა და გამოვლინება საფთო, რომ ეს ადამიანი დღეს თუ მტერია, ანუ მოყვარე გახდება. ადამიანთან ანუ მტრობას რას ერთი რამეა ჩვენ გავითვალისწინოთ მასთან ხინჯი აღარ ქონდეს შინაგანად სიძულვილი განიდევნოს შენგან ანუ მტერი რას ნიშნავს იცი რომ სიძულვილი გაქვს ადამიანს იმიტომ რომ მტერია და არ გინდა დასანახავად რა თქმა უნდა უამრავი მტერი ყოველყოლია სამშობლოს მაგრამ მტრისგან იცავდა განაპიროვნულად მას კი არ ებრძოდა უბრალოდ თავისას იცავდა მისი სიძულვილი არ ქონდა უყურეთ აი წინაპარი მართლმადიდებელი წინაპარი უყურეთ მდგომარეობა ქონდა აი მე მათ მდგომარეობას გავაცოცხლებ უმეტესი ნაწილში ესეთი იყო, აი ჭეშმარიტი მართლმადიდებელი წინაპარი, ვინც ყავდა, იმ რიგებში ვინც იყო. პიროვნულად ის კი არ ძულდა, იცავდა თავს და ამ თავის დაცვაში შეიძლება ისიც შემოკვდომოდა ადამიანს, გინდა არ გინდა, რომ ულახავდა თავის ქვეყანას და ულახავდა ოჯახს და ოჯახის წევრების რეალურად უკვე საშიშროება იყო, რომ კარგავდა. ამიტომ ის კი არ ძულდა, სიძულვილით კი არ კლავდა. სიყვარული, აი რო იტყვია, რომ სიყვარულით აკეთებდა ამას. ვინმე იტყვის სიყვარულით როგორ უნდა მოკლა, მაგრამ კი არ მიმართული იმისკენ კი არ იყო, რომ მოეკლა. და საფუძველი სიძულვილი არ იყო. სიყვარული იცავდა ამას. ხვდებით? და ის კანონიც არის ჩვენთან, რომ რაღაცა პერიოდი უბრალოდ, რაღაცა პერიოდის მერე უკვე ზიარება აღუდგებოდა, იმიტომ რომ მას მოტივებს უყურებს ეკლესია. და აქაც უფალი რო ამბობს, რომ გიყვარდეს მტერი შენი, ანუ უყურე, შენი სიძულვილი უნდა განაქაროს. იმიტომ რომ თუ ჩემთან მოდიხარ შესაწირავად, ხო? აი ლიტურგიაზე მოდიხარ, რამს ვიდიოდე შესაწირავად და მოგეხსენოს ძმაი შენი გულძველ არ შენზე. ანუ ტრობა უნდა ჩაგვრჩ, ჩემთან უღარ მოხვალ. აი ჩემთანაც რომ მწირავდე მე, ხო სათნოა ხო ღმერთის, ჩემთანაც დაანებე, აი ჩემთან მენუ მომცე. წადი შენ ძმა შეურიგდი, ჩემთვის ეს უფრო ძვირფასია, ნახეთ რას ამბობს. გზაზე რომ მოგეხსენო შენ ჩემთან რომ მიქონდეს შესაწირავი. ძალიან მნიშვნელოვანია ეს სიყვარული ადამიანის, აი კაცთაშულის სათნოებისთვის მოვიდა მაცხოვარი. შენ ფარგლებში ყველანაირ თავარი ერთი სიყვარულს ვარქმევთ, რომ სიძულვილი განიქარვე, უკვე სიყვარულია ეს. და არა ისე რომ ვიღაცას ესე გონია, რომ აი აიგივებს, რომ აი მე რო ეხლა ვიღაც თქვა გოგო გიყვარს, კაც რო გოგო გიყვარს, აი იმ თქვა იმ სიმაღლეში და იმაში უნდა რომ ესე როგორ შეიძლება მიყვარდეს. შენ შედარებას აკეთებ იმასთან, მაგრამ ისიც სიყვარულია, როცა შენ გუშინ გძულდა და დღეს აღარ გძულს, ამაზე იმუშავ, დიდი მოწყალება მოვიდა. გათავისუფლებული ხარ შენ ამ ადამიანთან. ჩვეულებრივი რიგითი ადამიანი და მოყვასია შენთვის. ანუ სიყვარულია ესეც. აი ესე შევახედებ ამ ადამიანს. კეთილი მამაო
ესეთი კითხვა არის ნუ საკუთარი ხელით გაკეთებული ჯვრისტარება თუ შეიძლებაო და თავარია იკურთხოს. თავარია მოძღვარს აკურთხებინოს ჯვარი. ხათუნა აღწერს რომ უფალი ჯვრიდან ამბობს მამაო მიუტევ რამე თუ არ იციან რას ჩადიან ეს რომ მახსენდება მგონია რომ უფალი ყველას შეგვიწყალებსო. დიახ რა არის იცით უფალი ყოვლად მოწყალია მაგრამ ყოვლად სამართლიანი. ანუ მეორე მოსვლის ჟამს უფალი თვითონ როდესაც აი სახარების იმ ნაწილში მათ ემახარებელთან ჩვენ ვიცით კონკრეტულად ეს არის სადღაც 26-ე 27 თავშია გადმოცემული ეს რომ აი მარჯვნივ და მარცხნივ დააყენებს ცხვრებს და თიკნებს ხომ და ერთს მიმართავს მარჯვენით ყოფებს რომ შიოდა მწყუროდა ასე შემდგომ ის სათნოებები რომლებიც მოყავს ის წინაშე აღასრული ჩემს წინაშე გააკეთეთ ამიტომ თქვენ მოვედით კურთხეულნო მამისა ჩემისანო ანუ მიესალმება და აკურთხებს და წარვეთ ჩემგან სადაც ყოველნი ანუ მარცხენათან მიმართავს სადაც ყოველნი ანუ ეშმაკნი და ანგელოზნი მისნი არის ანუ ფაქტია რომ აქ ვხედავთ რა ჟამს მოვიდეს ეს კაცი საი თვითონვე ამბობს გარჩევა მოხდება აი თუ ვამბობთ კითხვის დამსმელი ამბობს რომ აი ყველას მიუტევი არა იციან ანუ აქ სხვა რამე იმიტომ რომ მართლა არ იცოდნენ მათ ბევრ შემთხვევაში არ იცოდნენ ის რომ სრული ღმერთი იყო არ იცოდნენ ანუ ის თვალი ქონდათ ბნელი აი მათ შორის მანდ ვინც ჯვარცმაზე მიიღო გარკვეული დროის შემდგომ მოციქულები რო ქადაგებას დაიწყება პეტრე მოციქულმა 3000 მათგანი მოაქცია 5000 მათგანიდან ბევრი მათგანი იყო ვინც ჯვარცმაზე ანუ ესე იგი არ იცოდნენ და როცა ანუ პეტრეს სიტყვით უთხრეს აი ის რომელიც მოკალი თქვენი იესო რომელიც მამამ აღადგინა ეხლა თუ ისითა რომელიც თქვენ უარყავით და მოკალით იგია რომელმაც აღადგინა ეს მკელობელი და იწყებს ქადაგებას პეტრე და 3000 კაცი მყისერად მოიხსენ მათ შორის ის რომ ჯვარცმაზე მიციყვნენ მიუტევი არა იცან არ იცოდნენ იმათ მაგრამ როდესაც ადამიანი შეგნებულად იცი ღვთისმცნება და ამას არ აკეთებ და ამის საწინააღმდეგო მიმართულებით მიდიხარ და ესე ცხოვრებას ირჩევ რა თქმა უნდა ის თვითონ მაცხოვარი რო ამბობს იკავად ხომ არ პირდაპირ ნათლად ეს იგავური გადმოცემაც არის რა ჟანს მოვიდეს ეს კაცი საი დაჯდეს საყდართა მისდა ანუ მარჯვენითა და მარცხნითა დააყენეს და მოვედით კურთხეულო მამის ჩემს და ამბობს ესე ვიყავი მოვედით და მომხედეთ და მასვით და მაჭამეთ მე რაც თქვენ ძმებს მოყვას გაუკეთეთ ის მე გამიკეთეთ თქვენ კურთხეულები ხართ და ის რაც არ გაუკეთეთ წარვედით ცეცხლსამას გეენიას რომელიც გამზადებულია ეშმაკისათვის და ანგელოზთან მისთათვის ანუ ფაქტია რომ ჩვენ სასჯელსაც ვხედავთ და შეწყალებასაც ვხედავთ ანუ ესე ვერ დაუშვებთ რომ ყველა შეიწყალებს აბა სადღა ადამიანის ღვაწლი პავლე მოციქული მაშინ ჭამოთ და ვსვათ და ვიხარებდეთ თუ ჩვენი ღვაწლი ქრისტე არ აღმდგარა აღდგომაზე ამბობს თუ ქრისტე ღმერთი არ არის კიდე ამბობს აბა ჩვენ ღვაწლს რა აზრი აქვს თუ იკლებთ შიმშილობთ და ანუ თუ მარხულობ იკლებ რაღაცის გამო რაღაცა უფრო რაღაცა დიდსელი შენ უფრო დიდი სულიერი სიამოვნება შენთვის უფრო ძვირფასია ვიდრე ის ხორცელი სიამოვნება ხორცელი სიამოვნებას რაღაცა ნიშნით აკლებ რომ სულიერი სიამოვნება შეიესო ანუ ყველას ესე არ აცხოვნებს აქ არის კიდევ მოწყალებია მოვა იმ ადამიანებზე რომლებიც თავისი სინანულით და მართლა ღვთისმცნებას იღებენ როგორც ღვთისმცნება და შეიძლება ვერ აღასრულა რაღაც მომენტში მაგრამ ცდილობდა და მეცანდინეობდა და აქედან უყურებდა თავის ცხოვრებას აქედან ამბობდა აღსარებას რომ აპატია ღმერთო რომ ცნება ეს არის და ამის შუქზე მე არასწორი გავაკეთე შენდობას ვიტყვი ესეთი ადამიანი შეიწყალება მაგრამ ის ადამიანი რომელიც უნანელია და ჯიუტად დგას ცოდვაში და ვითომც არაფერი შევიწყალები ესეთი ადამიანები ნამდვილად იცოდნენ რომ მარცხენათან მათ ნაწილთან ეკნება ადგილი კეთილი დავითი გვწერს იმერეთის რაიონის ერთ-ერთ სოფელშიო ტაძარი დაანგრიეს კომუნისტური წყობილების პერიოდშიო 5 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და 5-ვე ოჯახი განადგურდა უძიროდო ეს როგორ აიხსნება მამის ცოდვის გამო მოხდაო ეს თუ აი როგორ აიხსნებაო ეს ყოველივე დიახ აი საერთოდ ამ საკითხს როგორ უნდა შევხედოთ რა თქმა უნდა მამის ცოდვის გამო არ მოკითხავს შველს ღმერთი თუ იქ ჩვენ ძველი აღთქმის პერიოდში იმ ნაწილს შევეხებით რომ აი თქვათ მეოთხე თაობაში მოითხოვა ცოდვა ღმერთმა ეს როგორ უნდა გავიგოთ როცა განმარტებლები განმარტებენ აი თუ თქვათ წინაპარმა შეცოდა და მეოთხე თაობაში როდესაც
იმის მომდევნო თაობები არ გაითვალისწინებენ მის უშვილო ცხოვრებას და ისევ იმ ცხოვრებას გაყვებიან, მეოთხე თაობაში უკვე მკაცრად მოითხოვს. სად ეხლა ერთი მაგალითი და სად მაგალითად დღეს ერთი მაგალითი ნახე საშელისა, არასწორი ცხოვრებისა, ხო, დაინახე, მეორე დღეს იგივეს, მეოთხე დღეს 4 დღისვე მაგალითი ნახე, რომ ესეთი ფატალურად დასრულდა ეს. და შენ არ მოხვედი გონს, უფრო მეტ პასუხისმგებლობით მოითხოვს ღმერთი. თუ ეხლა ის ოჯახები, რომელიც ეკლესია დაარღვიეს და დაარბიეს, რა თქმა უნდა, იმათი ცოდვა პირადი და თაობებზე არ გავრცელდება, მაგრამ თაობებზე იმ შემთხვევაში შეიძლება გავრცელდეს პასუხისმგებლობა, როცა ეს ოჯახები მაგალითად არაეკლესიურად ცხოვრობენ ბუნებრივია და ეს ოჯახები კვლავ გააგრძელებენ არაეკლესიურ ცხოვრებას. ხვდებით? კი. აი ეს მომენტია. მათ უნდა, რა უნდა თქვა, რომ აი მამაჩემმა ესეთი უშვილო საქმე გააკეთა. ღმერთო, მაპატიე, მას შეუნდე, მე ჩემინდე. ნურცი ყოფენ, მე ამას არ გავაკეთებ. მამაჩემმა დაარღვია, მე ავაშენებ. მაგრამ თუ ამას უბრალოდ კიდე ამბობ, რომ შენ ჩვეულებრივ უშვილოდ, ჩვეულებრივ ყოფი ცხოვრებას და მიწვერ ცხოვრებას მიეცემი და შენთვის ვითომც არაფერი, ეს პასუხისმგებლობა შენს გაწევს. თინა გვწევს, როდესაც ცოლი ეკლესიური აქვს, მაგრამ კი ურწმუნო. მაინც უნდა ემორჩილებოდეს მას ყველაფერში ცოლიო? რა არის იცით საეკლესიო გადმოცემით და მოდი წმინდა წერილს, იმიტომ რომ წმინდა წერილში ყველაფერი გაშლილია. ესეთი საკითხები, რა საკითხებზე ჩვენ ვსაუბრობთ დღეს და ყოველთვის, რომ პავლე მოციქული ამბობს, რომ უკვე თუ ურწმუნოი ცოლი ყავდეს, იქნებ შენი სარწმუნოებით მოაქცევ, იქნებ რაიცი კაცო, იქნებ აცხოვნო, რაიც დედაკაცო, იქნებ ქმარი შენი აცხოვნო. ანუ აქ არის მიმართება და დამოკიდებულება. ანუ მეორე ნახევარი რაც ცდილობს მეორე ნახევრისთვის. ხვდებით? აი მაგალითად პეტრე მოციქულის ეპისტოლეს თუ გადავხედავთ, ანუ თქვენი მდუმარე ცხოვრები და კეთილგონიერი ცხოვრები განზრახვითა მათაით, ანუ შემგობითა და ნაწნავითა და ანუ ოქროს შესხმითა, არამედ ვიდოდეთ განგზავნულად იქნებ მყუდროებით, ქმარი შენი კიდევ ვამბობ. ანუ შემოიყვანო სარწმუნოების წიაღში. რაღაც ნაწილში, რა თქმა უნდა დაემორჩილო. იმიტომ რომ შენ თვითონ პირადულად ადამიანთან შენ ესე რომ ვთქვათ ურთიერთობის ფორმაში შენ თვითონ შეხვედი. ის რომ შენ შეხვედი და იმას ამოაფარო, რა ქვია, ურწმუნოა და არ დავემორჩილები, ეს ცალკე ბზაკრობაც დგას, ხვდებით? ეხლა მე ეკლესიაში დავდივარ, სიტყვაზე ამბობს ადამიანი და ეხლა მე არ ვამბობ ყველა ეკლესიაში ვინც დადის რომ ესეთი ღრმა სარწმუნოება და ესეთი ცოცხალია სარწმუნოებით, ეკლესიაში დავდივარ და ჩემი ქმარი ბევრ რაღაცებს მთხოვს და არ ვემორჩილები და ეკლესიას ამოაფაროს და ეს არასწორი იქნება. შენი კეთილგონიერებით, როგორც პეტრე მოციქული ამბობს. და შენი მყუდროებით, სარწმუნოებრივი ცხოვრებით ის გონს მოიყვანე, ის გახდება სურვილი გაუჩნდება რომ ეკლესიური გახდეს. აქ მორჩილებაზე კიდევ ამბობ რომ აქ მორჩილებაში ჩვენი პატივისცემა ჩანს ცოლისა ქმრის მიმართ. პატივისცემა ჩანს სიყვარული. თუ არ დაემორჩილა, როგორ შეიძლება დაანახოს ეს სიყვარული და პატივისცემა? თუ ქმარმა უზნეურად მოსთხოვა და სრულიად მიუღებელი მისი სინდისთვისთვის, საერთოდ ღვთისათვის მიუღებელი, რა თქმა უნდა მაგ ნაწილში არ უნდა დავემორჩილოთ ჩვენ. იმიტომ რომ მაცხოვარი ამბობს, რომელსა უყვარდეს დედაი, ცოლი, შვილი, ან უფრო ის ჩემს არ არის ჩემი ღირსი. იქ თუ ღმერთის საწინააღმდეგოს გაწევს, რა თქმა უნდა არ უნდა დაემორჩილოს, გინდა მორწმუნე იყოს, გინდა ურწმუნო იყოს. მორწმუნე რა თქმა უნდა ამას არ იცავს, მაგრამ მსჯელობაში ვამბობთ. აქ გააჩნია რა საკითხს გვეუბნება. მაგრამ თუ შენ კიდევ ამბობ, ანუ ყოფითის ვითარებაში რომ სახში რაღაც გასაკეთებელია და მით უმეტეს მანდილოსანი ხარ და გასაკეთებელია და ამას გეუბნება, მიგითითებს გააკეთე და შენის დაიხვიო ხელზე, რომ იცი რა, ეკლესიური არ არის და არ დავემორჩილები. მაინდა-მაინც ეკლესიური უნდა იყოს დაემორჩილო, შენ არ იქნები, ღმერთი არ გაგამართლებს. შენი ცხოვრებით, შენ ვალდებულება გაქვს რომ ის მოაქციო. მაშინ რაღაც მიყვებოდი თუ არა ეკლესიური იყო. მოდი საკითხი ესე დავაყენოთ. ეხლა აღმოაჩინე ეს და თუ კიდევ ამბობ პავლე მოციქულის ეპისტოლის სიტყვები მაშინ ჩაერთება თუ ორივე ურწმუნოებაში იყავი და ერთი შემოექცა მერე სარწმუნოებაში. ნუ განეშორები მის ურწმუნოებისგან, თუ უყვარ ხარ შენ, იქ რაიცი ქალო იქნებ მოაქციო და აცხოვნო. აქ ცოტა ღრმა ანალიზი უნდა. ესე პირდაპირ თქვა რომ არა ეკლესიურია და დავემორჩილო,
ამას ყველა მხარე უნდა კარგად გადავხედოთ ყველა მხარეს. აი მსჯელობაში თვითონ დაინახავს კითხველი, რომ ამას მე ვფიქრობ, რომ დინარება მივეცი მის ას და გასაგებს მსჯელობაში, რომ თვითონ უფრო კარგად დაინახავს. აუცილებლად ჭეშმარიტებას ნახავს მასში. კი ბატონო. ესეთი კითხვა არის. ნუ ეს კითხვა ფაქტიურად იყო უკვე სატელეფონო ზარზე და თუ გნებავთ აღარ უპასუხოთ, რა ვიცი, როგორ უნდა მოიქცეს ქრისტიანი ადამიანიო, როცა ასეთი მკრეხელობა და შეურაცხყოფა ხდება უფლისა და წმინდა სამებისო. და ეხ მაგაზე უპასუხეთ და უბრალოდ ზემოთ ცლად ვისაუბრეთ და უბრალოდ მაგას აღარ გამეორდებით და ეხ აღარ გამეორდებით კი ბატონო. ესეთი კითხვა, შეწყვეტილი ორსულობის სული სად არისო? შეწყვეტილი ორსულობის ეს საკითხიც არაერთხელ ყოფილა საგანი მსჯელობისა ჩვენს ეკლესიაში, არა მხოლოდ ჩვენს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერაც. საერთოდ რა არის ისეთ, რომ ჩვენ ერთი ნამდვილად ვიცით სინოდალური განჩინებაც არის საქართველოს ეკლესიის სინოდის მიერ, რომელიც ხდომა იყო კონკრეტულად არ მახსოვს, ზოგადად თქვენს, რომ ჩვენ აუცილებლად ჯული გვაქვს, რომ ადამიანი მეორედმა აიშვას. შობა, ანუ შობილი ადამიანი, ხორციელად შობილი ადამიანი, მეორე შობა მაცხოვარი ნიკოდიმოსთან საუბარში, თუ კაცი მეორედ არ იშვა წყლისაგან და სულისაგან, ვერ ხელეწიფების ხელბლად სასუფეველი ცათაი. აქ მკითხველი რას კითხულობს, რომ იმ სული სად არის, ანუ განვიხილავთ რა სასუფეველშია თუ სად არის ახლა. რაგიღა ეს მსჯელობა, ანუ ჯული გვაქვს ესეთი. მაგრამ აი მსჯელობა შეიძლება ცალკე მსჯელობის ისტორია ესეთი, იმიტომ რომ არც ყველა მამს თავის მსჯელობის ისტორია განსხვავებული, ანუ აზრებია, რომელიც თქვა ურთიერთსაპირისპირო კი არ არის, მაგრამ მსჯელობაში ერთი რამეა. მოდი მსჯელობას რამოდენიმე ერთ მხარეს მივაქცევინე ყურადღებას. თუ ადამიანის მეორე შობაზეა საუბარი, თუ პირველი შობა არ ქონდა, მეორე შობად როგორ მოვთხოვოთ ადამიანს? აი საინტერესოა, თუ ადამიანი ხილულმზეს არ ეზიარა, ანუ სამყაროში არ შობილა ცოცხალი. აი ნიკოდიმოსთან აი მეორედ უნდა იშვას აუცილებლად მეორე შობა, მაგრამ პირველი შობა თუ არ ყოფილა, იქ მაცხოვარს არ უთქვას, რომ აი პირველად თუ არ იშვა მეორედ, თუ არ იშვა როგორ იშვება მეორე შობა. თუ ადამიანი ხორციელად არ მოვიდა, თუ ადამიანი მუცელში მოწყდა, ეს ძალიან მძაფრი კომენტარები იყო ამაზე, მაგრამ მე პირადად ჩემი მსჯელობაში, აი მსჯელობის ისტორიაში თუ აი ჩემი შეხედულება რომ მკითხოს ადამიანს ერთ რამეს ვეტყვი, საინტერესო ეს კითხვა მაქვს იმ ადამიანზე, შეიძლება ახლა მე მესმის რომ ის სამოდიოდა წმინდა წერილიდან რომ უნდა იშვას აუცილებლად თუ არ მოინათლა მოუნათლავი იყო ხო? როგორ მოინათლებოდა როცა არ იშვა? აი მეორე შობა სადღა როცა პირველი არ იშვა. მოდი ეს საკითხი როგორ ეს სუფთა საღვთო განგებულების საკითხია. ამ საკითხზე კონკრეტულად ვერ ვეტყვი მისი სული სად არის, მაგრამ ამას მინდა მივაქცევინე ყურადღება და აი ფართო შეიძლება მსმენელი იყოს და ამას ძალიან მნიშვნელოვანია. მე ყოველთვის იმას ვამბობდი შინაგანად, რომ დაუკმაყოფილების გრძნობა ის არის, რომ აი ამ მსჯელობაში, როცა მსჯელობა ეკლესია მსჯელობს საკითხზე, ხო, მოცემულ საკითხზე, აი თუ არ იშვა მეორედ როგორ უნდა იშვას სულიერად ადამიანი. უშობელ ადამიანზე აქვს კითხვა ამ ადამიანს. და ეს საღვთო განგებულებას მივანდოთ. იმ ადამიანი არ შობილა და თავის პირადი არჩევანი არ გამოულენია ადამიანს. და ესე ვერ ვიტყვი მე, რომ ეს ადამიანი დაღუპულია და ეს სული რეალურად რა სულიც იყო, ანუ პიროვნებას განვიხილავთ, იმიტომ რომ ემბრიონისთანავე უკვე სულია სრული ადამიანია. უბრალოდ მე ვითარდება ჯერ დედის წიაღში 9 თვე და მე გარეთ იწყებს განვითარებას. სრული ადამიანი. რა თქმა უნდა, ამ სრულ ადამიანზე როგორ თქვა, რომ დაღუპულა, როცა შობა არ ქონია ამ სამყაროში. რომელ მეორე შობაზე ვსაუბრობთ ჩვენ? საინტერესოა. აი ამას მინდა ყურადღება მივაქცევინე, აი პირადად მე სხვადასხვა იმ მსჯელობაში, ახლა სინოდალურ მსჯელობაში, რა თქმა უნდა, მდამთავრები მიიღეს ის ჯული, ის რაც მიიღეს ჯულის თანახმად და სინოდალური დადგინება, რომ უკვე შობილი ადამიანი აუცილებლად უნდა იშვას, რომ სასუფეველი იხილოს. და ეს შეახსენეს საზღვარი, იმიტომ რომ მაცხოვრის სიტყვა გაიმეორა წმინდა სინოდმა, მაგრამ იმ სულებზე, რომელიც რო იქ ცალკე შეიძლება მსჯელობის საკითხიც იყო, ის სულებზე, რომ აი მუცელში გარდაიცვალა, აღესრულა. 6 თვე მქონდა, ნაყოფი 6 თვე ვატარე და რაღაცა ისეთი დარტყმა მიიღო, რაღაცა ავიაკატასტროფა, რა ვიცი რა მოხდა ესე მის ცხოვრებაში, რომ თქვათ ნაყოფი უკვე არ იშვა და ნაყოფი მოწყდა მუცელში. ეხლა ეს როგორ შეიძლება ვთქვათ, რომ მან ვთქვათ ჯოჯოხეთში ანიცა ვინ იტყვის? ამის თქმელი ალბათ ღრმად არ დაფიქრებულა, იმიტომ რომ ადამიანი არ შობილა ამ ქვეყანაზე და რა მეორე შობას რატო ვთხოვთ იმას? ვის მოვთხოვთ მეორე შობა? კი ბატონო, გეთანხმებით. ესეთი კითხვა არის, ესე იგი, თუ შეგიძლიათ გვიპასუხოთ, თვითმკვლელობა
იგივე სულიწმინდის გმობა არისო და რატომ არისო სულიწმინდის გმობა? ესეთი თქვათ მარტივად შეიძლება ისევ წმინდა წერილიდან ამოვალთ აქედან, იმიტომ რომ პავლე მოციქული ამბობს, რომ არა უწყითა, რომ ტაძარნის სული საწმინდისანი ხართ თქვენ. ანუ თვითონ პიროვნება ჩვენ, როგორც სრული პიროვნება, სულიწმინდის ჭურჭელათა ვარ ჩვენ შექმნილები, ღვთის ჭურჭელათა ვარ, ღმერთმა ჭურჭელად სიყვარულის ამასთან ურთიერთობის შექმნა. აი ამ ტაძარს საშუალებას ამ ჭურჭლისას რომ არ იმისცემ, სულიწმინდას არ მისცემ, ჭურჭელს რო დაურღვევ სულიწმინდას. გმობა არ არის სულიწმინდის. ჭურჭელი რო დავარღვიოთ. ჭურჭლად შევიქმენი სულიწმინდისა და ჯვარი ვწერია და ეს ჭურჭელი მე თვითონ შეგნებულად დავარღვიო. აი ამას უწოდებთ გმობას, ხვდებით? აი ეს ჭურჭელი, ანუ მე ვამბობ, რომ ამ ჭურჭლად შემქმენი, მაგრამ მე არ მინდა ამ ჭურჭელს მე დავარღვევ. ანუ რეალურად დავგმე სულიწმინდა. აი ესე შემქმნელი ვინც არის? ანუ სულიწმინდა, ხო, უარსევნებელი, სულიწმინდამ თავის ჭურჭლად შექმნა და შენეუნები შეგნებულად რომ ესა მე გავანადგურებ ამას. ჩვენ ამის უფლება არ გვაქვს, ჩვენ გავანადგუროთ და თუ ანადგურებ, სულიწმინდა შეურაცხყოფას აყენებ. თავითონ შეძერწა ჭურჭელი და შენ ვინ მოგცა მაგის უფლება, შენ შეაბილწო ან დაიხატო ტატუირებაზე მედი იყო კითხვები. აქედან თუ ამოვალთ, კარგად დავინახავთ. ეს რომ მე შემექმნა, კაი, შენ იქნებოდი ხელმწიფე და რაც გინდა უქენი, მაგრამ ეს რომ შენ არ მოგიყვანია და ღმერთმა შემოქმედმა შექმნა. ანუ სულიწმინდა ჩვენ კარგად კიდევ ვამბობთ, რომ სულიწმინდა ყოვლადწმინდა სამი, მესამის, ანუ ერთი ღმერთი სამპიროვანი. აქ არის ყოვლადწმინდა სამებაზე ვამბობთ, ღმერთზე ვლაპარაკობთ, ერთ ღმერთზე. ღმერთმა ჭურჭელად თვისად შექმნა ჩვენ და ჩვენ ამათ შეურაცხყოფთ, ვამსხურევთ, საშუალებას არ ვაძლევთ, რომ ღმერთმა იმოქმედოს ამ ჭურჭლით, აბა გმობა არ არის და შეურაცხყოფა. რა თქმა უნდა. კეთილი მამა გიორგი, დიდი მადლობა მობრძანებისთვის, საინტერესო საუბრისთვის. ჩვენ ზვირფას მაყურებლებს შევახსენებ, რომ დღევანდელი გადაცემის პასუხობს მოძღვრის სტუმარი გახლდათ ვაჟა-ფშაველაზე მდებარე წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის მღვდელმსახური მღვდელი გიორგი ბაზერაშვილი. გადაცემას უძღვებოდა ლორჯი მონასტრის მღვდელმსახური მღვდელი გურამ გალობლიშვილი. დღევანდელი გადაცემის გამეორებით ნახვა შეგიძლიათ პარასკევს 13 საათსა და 30 წუთზე და სამშაბათს 10 საათსა და 30 წუთზე. ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით მომავალ ხუთშაბათს საღამოს 8-ის ნახევარზე საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულონების პირდაპირ ეთერში. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.